2026 წლის პირველი თვეები ზუსტად ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოველდღიური შორმანძილზე დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც რაოდენობის, ასევე მიყენებული ზიანის თვალსაზრისით. და ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე, უკრაინის კონტრშეტევამ გავრცელებული ინფორმაციით, უკან დაიბრუნა 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი მნიშვნელოვანი ტერიტორია. თითქოს ეს და სხვა უკრაინული წარმატებები საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ პუტინის სისხლი ადუღდეს. ახლა მას ახალი თავის ტკივილი აქვს: გლაიდ ბომბები. კერძოდ, უკრაინამ დაიწყო თავისი მირაჟ 2000 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება, რათა ფრონტის ხაზზე და მათ უკან, ეგრეთ წოდებულ ახლო ზურგში, რუსულ პოზიციებზე AASM ჰამერის ტიპის გლაიდ ბომბები ჩამოაგდოს. მოდით დავაკვირდეთ ამ უახლეს უკრაინულ ინოვაციას, როგორც ცვლის ის ომის დინამიკას და რატომ შეიძლება პუტინი უძლური იყოს მისი შეჩერების წინაშე. ეხლა 2026 წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აგდებს უკრაინული მირაჟ 2000 ტიპის გამანადგურებელი AASM ჰამერის ტიპის გლაიდ ბომბებს რუსულ პოზიციებზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადასტურდა, რომ უკრაინული მირაჟები გამოიყენება ფრონტის ხაზზე შეტევით მისიებში. გასული წლის უმეტეს ნაწილში უკრაინის მცირე მირაჟების ფლოტი ძირითადად გამოიყენებოდა თავდაცვითად, როგორც უკრაინის საჰაერო თავდაცვის კრიტიკული კომპონენტი. ისინი იცავდნენ უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ფრონტის ხაზიდან შორს. ცდილობდნენ ჩამოეგდოთ რუსეთის კრუიზული რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები, საკუთარი ინფრაწითელი და რადარით მართვადი საჰაერო რაკეტებით. ახლა უკრაინა მათ შეტევისთვისაც იყენებს. მათი გამოყენების ეს ევოლუცია იმავე ნიმუშს მიხვდება, როგორც სხვა დასავლური გამანადგურებლების შემთხვევაში უკრაინის არსენალში, როგორიცაა Lockheed Martin-ის F-16-ები. ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ ყველა უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლები მიაწოდეს. 2025 წლის ბოლოსთვის უკრაინის საჰაერო ძალებისთვის სულ მცირე 38 თვითმფრინავი იყო მიწოდებული. 24 ნიდერლანდებიდან და 14 ნორვეგიიდან, ხოლო ნორვეგიული თვითმფრინავები ძირითადად სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებოდა. დანიამ დამატებით 19 და ბელგიამ 30 თვითმფრინავის მიწოდება იკისრეს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე მიეწოდა უკრაინას, ხოლო დანარჩენების მიწოდება 2026 წელს არის დაგეგმილი. ისევე როგორც მირაჟ 2000-ები, პირველი F-16-ებიც თითქმის ექსკლუზიურად გამოიყენებოდა ქალაქების თავზე საჰაერო პატრულირებისთვის თავდაცვითი მიზნებით რამდენიმე თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ამერიკული წარმოების გამანადგურებლები უკრაინაში 2024 წლის აგვისტოში ჩავიდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის F-16-ების ფლოტი რამდენიმე ათეულ თვითმფრინავამდე გაიზარდა, გამოიყენეს ზოგიერთი მათგანი შეტევითი ბომბდამშენი რეიდებისთვის, ამერიკული წარმოების ფრთოსანი რაკეტებითა და მაღალი სიზუსტის გლაიდ ბომბებით. მაგრამ ჩანს, რომ უკრაინამ თავისი მირაჟებიდან ზოგიერთი მაინც შეტევით ოპერაციებში გამოიყენა. უფრო დიდი რაოდენობის მიწოდებას არ დაელოდა, როგორც ეს F-16-ების შემთხვევაში გააკეთა. ის თუ როგორ იყენებს უკრაინა ამ ორი ტიპის თვითმფრინავს შეტევითი ოპერაციებისთვის, განისაზღვრება იმ იარაღის ტიპით, რომელსაც ისინი იყენებენ თავდასხმებში. უკრაინის F-16-ებს ერთდროულად 8 GBU-39B მცირე დიამეტრის ბომბის, ანუ SDB-ს გადატანა შეუძლიათ. ეს GPS და INS-ით მართვადი ბომბები 285 ფუნქციწონიან და მაღალი სიმაღლიდან გაშვების შემთხვევაში 40 საზღვაო მილის მანძილზე შეუძლიათ ფრენა. აშშ-მ ასევე დაამტკიცა AGM-100-54 ერთობლივი დისტანციური იარაღის, ანუ JSOS გლაიდ ბომბების გამოყენება უკრაინის F-16-ებზე 2024 წლის სექტემბერში, თუმცა ჯერ უცნობია რეალურად გამოიყენება თუ არა ისინი. ტექნიკურად ასევე შესაძლებელია, რომ უკრაინის F-16-ებმა ატარონ AGM-100-58 JASM ჭკვიანი ბომბები, მაგრამ ეს ნაბიჯიც როგორც ჩანს, ჯერ არ გადადგმულა. ეხლა უკრაინის მირაჟებით შესაძლებელია ისე მოდიფიცირდეს, რომ ატარონ GBU-39-ები და GDAMA-ები, კიდევ ერთი ამერიკული მართვადი გლაიდ ბომბი. მაგრამ ამ ეტაპზე ისინი ფრანგულ გლაიდ ბომბს იყენებენ. გაიცანით AASM ჰამერი. AASM ნიშნავს Armament Air Sol Modulars, ხოლო Hammer ნიშნავს Highly Agile Modular Munition Extended Range. როგორც სახელიდან ჩანს, ეს არის ნებისმიერ ამინჩი გამოსაყენებელი მართვადი ჰაერი მიმიცა კლასის შორი მოქმედების იარაღი. ფრანგული კომპანია Safran Electronics and Defense-ის მიერ შექმნილი, ის განკუთვნილია როგორც ახლო საჰაერო მხარდაჭერისთვის, ასევე ღრმა დარტყმის მისიისთვის. ჰამერი პირველად საფრანგეთის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ავიაციის შეიარაღებაში 2007 წელს შევიდა. მის ერთ-ერთ გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს დიდი მოქნილობა, რაც საშუალებას აძლევს გამოიყენოს სხვადასხვა ზომის ბომბებთან, მათ შორის 275, 550, 1100 და 2200 ფუნტიან კონფიგურაციებთან.
სისტემის მოდულურობა ასევე საშუალებას იძლევა ბომბებზე სხვადასხვა დამიზნების და ძრავის სისტემების მიმაგრება, რაც საბრძოლო მასალას ზრდის მოქმედების რადიუსს და აუმჯობესებს სიზუსტეს საჭიროების მიხედვით. არსებობს სამი ძირითადი ვარიანტი. საბაზისო ვარიანტის BU-38 აერთიანებს ჰიბრიდულ ინერციულ სანავიგაციო სისტემას, რომელიც კომბინირებულია GPS-ის დამიზნებით. დამიზნების სისტემა უმართავ ბომბს გარდაქმნის ჭკვიან მართვად ბომბად, რაც მას საშუალებას აძლევს იმუშაოს ყველა ამინდის პირობებში, დაახლოებით 33 ფუტის წრიული შეცდომის ალბათობით. SPO-54 ვარიანტი საბაზისო SPO-38 მოდელს ამატებს ნახევრად აქტიურ ლაზერულ დამიზნებას. ეს საშუალებას აძლევს საბრძოლო მასალას ლაზერით დამიზნებულ სამიზნეებზე მიემართოს, რაც მას აძლევს შესაძლებლობას ბევრად უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყას მოძრავ სამიზნეებს. SPO-54 შეუძლია იმუშაოს როგორც დღისით, ისე ღამით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სიზუსტე დინამიკურ საბრძოლო გარემოში. და ბოლოს SPO-64 დამატებით იყენებს გამოსახულების ინფრაწითელ დამიზნებას, რაც ემატება SPO-38-ში არსებულ INS GPS შესაძლებლობებს. ეს ვარიანტი საშუალებას აძლევს საბრძოლო მასალას შეადაროს სამიზნე ტერიტორია მეხსიერებაში შენახულ საცნობარო გამოსახულებას, რაც უზრუნველყოფს ძალიან ზუსტ დათხრებს, როგორც დღისით, ისე ღამით, სხვადასხვა გარემოსა და მისიის ტიპებში. არ არის ნათელი, რომელი ვარიანტებს ხრის უკრაინის მირაჟ 2000-ის ტიპის თვითმფრინავები, მაგრამ საკმაოდ სავარაუდოა, რომ ეს სამივეა. ამ ვარიანტებს შორის სხვადასხვა მოდიფიკაციები ხდის ჰამერს ეფექტს, როგორც ახლო საჰაერო მხარდაჭერის მისიებისთვის, ასევე ღრმა დარტყმებისთვის, სადაც ის შეიძლება გაუშვან უსაფრთხო მანძილიდან, რაც საშუალებას აძლევს თვითმფრინავს დარჩეს უსაფრთხოდ რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიღმა. სამივე მათგანს აქვს დაახლოებით 43 მილის სიშორე, სიგრძე ოდნავ მეტი ვიდრე 10 ფუტი დიამეტრი, დაახლოებით 1 ფუტი და ფრთების შლილი ოდნავ მეტი ვიდრე 2.5 ფუტი. ასევე გაურკვეველია, რა ზომის საბრძოლო თავაკებს ამაგრებს უკრაინა თავის ჰამერებზე. თუმცა სავარაუდოა, რომ უმეტესობა იყენებს 550 ფუნტიან ვარიანტს, რადგან ესაა ყველაზე ხშირად გამოყენებული, განსაკუთრებით უძრავ სამიზნეებზე. და სულ მცირე ამ ეტაპზე, სწორედ ასეთი ტიპის სამიზნეებზეა ორიენტირებული უკრაინა თავისი ჰამერებით. ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა თანამედროვე ომის წარმოების წესი. განსაკუთრებით ბრძოლის ველზე FPV და ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის დრონების ფართო გამოყენებამ წაშალა ფრონტის ხაზების განსაზღვრა. ხრა შეიძლება დასრულდა ის დრო, როცა ორი გამაგრებული ბატალიონის შორის ნეიტრალური ზონა არსებობდა. უკრაინის ბრძოლის ველებზე დრონების სხალობით უკრაინულ ძალებს შეუძლიათ დაიკავონ პოზიციები ყველაზე წინ წაწეულ რუსულ პოზიციებს მიღმა და პირიქითაც. დრონებით მომარაგება შესაძლებელს ხდის ამ პოზიციების შენარჩუნებას, დიდხანს მას შემდეგაც, რაც სახმელეთო მომარაგების ჯაჭვიც უკვე გაწყვეტილია. მაგრამ დრონები ასევე ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ვერ იქნები არც ერთ პოზიციაში, რომელიც ყველაზე წინა ხაზიდან 20 მილამდე მანძილზეა. სინამდვილეში ძველი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც წინა ხაზის ძალები ახლო ზურბიდან იმართება და მარაგდება, ქრება. ამის ნაცვლად ახლო ზურბი გადაიქცა ერთგვარ ლოგისტიკურ ზონად, ფრონტის აქტიურ ნაწილად. და სწორედ აქ აქვს უკრაინის მირაჟდან ჩამოგდებულ გლაიდ ბომბებს ყველაზე დამანგრეველი ეფელი ეფექტი. ეს ლოგისტიკური ზონაა ის ადგილი, სადაც რუსული პოლკები და ბრიგადები ინახავენ თავიანთ საბრძოლო მასალას, საწვავს და სხვა მარაგებს. ეს ის ადგილია, სადაც რუსები აგროვებენ თავიანთ ჯარს ნაცრისფერი ზონისკენ შეტევის წინ და მის მიღმა. და ხშირად სწორედ აქაა თავდაცვა ყველაზე სუსტი, ხოლო მათი ჯარი და ტექნიკა ყველაზე დაუცველი. სინამდვილეში უკრაინის ბოლო წარმატებები რუსული წინახაზის საჰაერო თავდაცვის განადგურებაში შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, რომ ჩვენ ხედავთ მილაჟებს, რომლებიც ფრონტზე ბევრად ადრე აგდებენ გლაიდ ბომბებს, ვიდრე ამას F-16-ები აკეთებდნენ. ალბათ გაჩნდა ხვრელები. ეხლა თუ ეს არის ის მოწინავე ხედვა უკრაინის ომზე, რასაც ეძებთ, სწორ ადგილას ხართ. გამოიწერეთ The Military Show, რომ მიიღოთ უახლესი ამბები და სიღრმისეული ანალიზები უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთში და ყველა სხვა მნიშვნელოვან ცხელწერტილზე. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მირაჟის ჩამოსაშვები გლაიდ ბომბების შემოღების მიზეზები, ისინი დიდად შეუწყობენ ხელს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობის აღმოფხვრას ფრონტის ხაზზე ბოლო 1-2 წლის განმავლობაში. გლაიდ ბომბები, CAB, ასევე ცნობილი როგორც FAB გლაიდ ბომბები, არის რუსული მართვადი საჰაერო ბომბები, რომლებიც გარდაქმნიან არამართვად საბჭოთა FAB ბომბებს ზუსტი დამიზნების იარაღებად, ერთიანი გლაიდ და კორექციის მოდულის, ანუ UMPK-ის გამოყენებით. ეს გლაიდ კიტები ამატებს ფრთებსა და დამიზნების სისტემებს, იქნება ეს GPS, ლაზერული თუ ინფრაწითელი, რაც ბომბებს საშუალებას აძლევს ათეულობით მილი იფრინონ ჩამოშვების წერტილიდან. ამან რუსულ ავიაციას საშუალება მისცა, დაერთხა უკრაინული ხაზების სიღრმეში, საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების მინიმიზებით. რუსეთის FAB-ები, როგორც წესი, უფრო დიდია და უფრო დამანგრეველია, ვიდრე AASM ჰამერები ან GBU-29-ები.
FAB 250 ყველაზე პატარა ვარიანტია. 250 კილოგრამიანი, ანუ დაახლოებით 550 ფუნტიანი ბომბი. ასევე არსებობს FAB 1500 ვარიანტი, რომელსაც დაახლოებით 1488 ფუნტი, ანუ 665 კილოგრამი ასაფეთქებელი აქვს და მისი ფრენის მანძილი, როგორც წესი, 30-დან 45 მილამდეა შეფასებული. და შემდეგ არის მთავარი ბოსი, FAB 3000, რომელსაც კიდევ უფრო დიდი საბრძოლო ქობინი აქვს, მაგრამ მსგავსი ფრენის მანძილი, დაახლოებით 30-40 მილი, მისი უზარმაზარი წონისა და წინააღმდეგობის გამო. ბოლოდროინდელად რუსეთმა ასევე წარადგინა ახალი გლაიდ ბომბი, UMP-B5R. როგორც იუწყებიან, მას აქვს 550 ფუნტიანი საბრძოლო ტვირთი და შეუძლია დაფაროს 125 მილამდე მანძილი ჩინური SV-800 Pro-Y რეაქტიული ძრავის წყალობით. ეხლა რუსეთი ფართოდ იყენებს თავის გლაიდ ბომბებს გამაგრებული პოზიციების დასანგრევად, ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და სამოქალაქო მოსახლეობის დასაშინებლად. მთელი უბნები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მირნორადი და კოსტიანტინუკა, მათ გამო ნანგრევებად იქცა. უკრაინული ხელისუფლების მიხედვით, მას შემდეგ რაც რუსმა ჯარებმა 2022 წელს უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთმა უკრაინაზე 51000-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, ძირითადად FAB-CAB-ის გლაიდ ბომბები ჩამოაგდო და ისინი არ აპირებენ შეჩერებას. მხოლოდ 2026 წლის იანვარში რუსულმა ძალებმა 5717 გლაიდ ბომბი გამოიყენა, რაც 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 26%-ით მეტია. ომის დიდი ნაწილის განმავლობაში ერთ დღეში ჩამოგდებული ბომბების რეკორდი დაფიქსირდა 2025 წლის 17 ოქტომბერს, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით 268 ფრენის ბომბი ჩამოაგდეს. ეს რეკორდი მოგვიანებით გადალახეს 27 თებერვალს, როდესაც რუსულმა ძალებმა ერთ დღეში 328 მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. ეხლა F-16-ის და ეხლა მირაჟდან ჩამოგდებული ფრენის ბომბების წყალობით რუსეთი დაკავებულია ერთი რთული სიმართლის აღმოჩენით. ფრენის ბომბების ჩამოგდება რთულია, მაგრამ მათი წარმოება შედარებით იაფია. რუსული ფრენის ბომბის ღირებულება დაახლოებით 20-დან 30000-მდე დოლარია თითოეულზე. ეს დაბალი ღირებულება არაეკონომიურს ხდის ბევრად უფრო ძვირად ღირებული ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებას მათი ჩამოსაგდებად. რა თქმა უნდა, უკრაინამ ასეთი სისტემები გამოიყენა ფრენის ბომბების ჩამოსაგდებად. მხოლოდ 2025 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 100-მდე სრიალა ბომბი გაანადგურა. მაგრამ უკრაინას არ აქვს ისეთი ბიუჯეტი, რომ გაამართლოს რაკეტების გამოყენება, რომლებიც ათეულობით ან ასეულობით ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ის სრიალა ბომბები, რომელთა ჩამოსაგდებადაც იყენებენ. და თუნდაც კონდეს უბრალოდ საკმარისი რაოდენობის ასეთი რაკეტები არ არის ხელმისაწვდომი გლობალურ მარაგებში, რომ ასეთი გამოყენება გამართლდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა FAB-ები თვეში 1000-ობით ცვივა და შეენელების ნიშნები არ ჩანს. ამიტომ უკრაინამ ყურადღება გაამახვილა მათ წყაროზე განადგურებაზე. მათ დაიწყეს მცდელობა ჩამოაგდონ რუსული ბომბდამშენები, რომლებიც FAB-ებს ატარებენ, განსაკუთრებით მათი Su-34-ები, სანამ ისინი სასიკვდილო ტვირთს ჩამოაგდებენ. უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონებმა სამიზნე დაიღეს FAB-ის ბომბების საცავები და საწარმოები რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მიწოდების შეფერხებას იწვევს. უკრაინა და ნატო ცდიან გლაიდ ბომბების საწინააღმდეგო დრონებს, მაგალითად ფრანგულ DWS-1-ის, რომელიც შექმნილია CAB-ების ფრენისას გასანადგურებლად. მაგრამ ამ დროისთვის რუსეთი ინდუსტრიულ მასშტაბზე აწარმოებს მოდერნიზებულ FAB-ებს. შეფასებით საცავებში 100,000 საბჭოთა პერიოდის კომპლექტია შენახული. რუსეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ 2025 წლის ბოლომდე წლიურად 120,000-მდე გაზარდოს ამ გლაიდ ბომბების UMP-კეებით მოდერნიზაცია. ეხლა გაურკვეველია, რამდენად დაარღვია ეს გრაფიკი უკრაინის თავდასხმებმა FAB-ის საწარმოებზე. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით რუსეთი ითვეში დაახლოებით 3500 გლაიდ ბომბს აწარმოებს. CAB-ები კი უკვე სერიულ წარმოებაშია და დიდი რაოდენობითაა განლაგებული რამდენიმე ფრონტზე. ამასობაში უკრაინას აქამდე არ ჰქონდა ანალოგიური იარაღი, რომელსაც შეეძლო რუსეთის ლოგისტიკურ ზონასა და ფრონტისპირა ქალაქებზე მსგავსი ზიანი მიეყენებინა. საინტერესო იქნება გამოიყენებს თუ არა უკრაინა თავის გლაიდ ბომბებს ანალოგიურად თუ კიდევ ერთხელ იპოვის ინოვაციურ გზებს, რომ რუსებს გადაასწროს. თუმცა არსებობს ორი მთავარი დაბრკოლება, რომელიც უკრაინამ უნდა გადალახოს, რათა მისმა მირაჟისა და F-16-ის მიერ ჩამოგდებულმა გლაიდ ბომბებმა რუსეთის ანალოგების ეფექტურობას გაუტოლონ ან გადააჯარბონ. უკრაინის გეგმების პირველი დაბრკოლება მისი ამჟამად შეზღუდული მირაჟების ფლოტია და ნაკლებად F-16-ები.
რუსეთს ფაბების ჩამოსაგდებად 4 სხვადასხვა თვითმფრინავის გამოყენება შეუძლია. სუხოი Su-34 გამანადგურებელ ბომბდამშენი, ტუპოლევი Tu-20 2 M3 შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენი, სუხოი Su-24 შეტევითი თვითმფრინავი და MiG-31 K გადამჭერი. მათ სავარაუდოდ ხავთ დაახლოებით 130 Su-34, დაახლოებით 60 Tu-22 M3 ბომბდამშენი, დაახლოებით 200-250 Su-24, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებაშია და მხოლოდ დაახლოებით 20-30 სპეციალიზებული MiG-31 K ვერსია, რომელსაც შეუძლია მძიმე შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალის გადატანა. შედარებისთვის უკრაინას მაქსიმუმ რამდენიმე ათეული F-16 და რამდენიმე მირაჟი ჰყავს. ცნობილია, რომ უკრაინამ 2025 წელს მიიღო 3 მირაჟი, რომელთაგან ერთი უკვე დაიკარგა ტექნიკური გაუმართავობის გამო, ხოლო კიდევ 2 დაგეგმილია 2026 წელს გადაეცეს, რადგან ისინი განახლდება F4.5 თაობის და სორაფალად. მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თვითმფრინავი მიეწოდებათ რეალურად, ან როდის. ეს შეზღუდული რაოდენობა მათ ტაქტიკაზეც ახდენს გავლენას. როდესაც ასე ცოტა თვითმფრინავია ხელთ და ისინი ასეთ მნიშვნელოვან თავდაცვით როლს ასრულებენ, გასაგებია, რატომ ერიდება უკრაინა მათთა ზედმეტი რისკის გაწევას ფრონტის ხაზზე. AASM Hammer-ის შედარებით მცირე მანძილი ნიშნავს, რომ თვითმფრინავები რუსული სახაერო თავდაცვის სისტემების საფრთხის ქვეშ არიან ყოველ ჯერზე, როცა ფრონტის ხაზთან ბომბების გასაშობად მიფრინავენ. თუმცა როცა უკრაინის ავიაპარკი გაიზრდება და თანდათან დაასუსტებს რუსეთის ფრონტის ხაზის სახაერო თავდაცვას, ეს პრობლემა უნდა შემცირდეს. თუმცა მეორე პრობლემის გადაჭრა უკრაინისთვის ბევრად უფრო რთული იქნება. გლაიდ ბომბების საკმარისი რაოდენობის მოპოვება, რომ რეალური ცვლილება შეიტანოს. მანამდე სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საფრანის AASM Hammer-ის წარმოების მოცულობა ინდუსტრიული მონაცემებით სიმბოლურად იყო შეფასებული. წლიური წარმოება დაახლოებით 200-დან 250 ერთეულამდე იყო შეფასებული. ეს ნიშნავს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული მაქსიმალური საერთო მარაგი 3000-დან 4000-მდე ერთეულს შეადგენდა. ეს ნაკლებია ვიდრე რუსეთის თვიური FAB ბომბების წარმოება ამჟამად. 2022 წლიდან წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო უკრაინის ომის მოთხოვნებმა, საფრანგეთისა და ნატოს თავდაცვის პოლიტიკის ცვლილებებმა და საფრანის მიერ საწარმოო სიმძლავრეებში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა, მათ შორის მონლუსონის ქარხნის მოდერნიზაციამ. საფრანმა 2023 წელს დაახლებითად 500 Hammer ბომბა აწარმოა, 2024 წელს 830, ხოლო 2025 წელს 1000-ზე მეტი. 2024 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უკრაინისთვის ხოლოწლიურად 600 AASM Hammer ბომბის რეგულარული მიწოდება დააკისრა. თავდაპირველად დახმარება ფრანგული სამხედრო მარაგებიდან სასტრაფო გადაცემებს მოიცავდა. 2024 და 2025 წლებში მიღწეულმა წარმოების გაზრდილმა დონემ შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის ახალი ბომბების უთხვეტად მიწოდება და ამავდროულად ფრანგული მარაგების შევსება. მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ არის. ეს 600 ბომბი წელიწადში მაინც 200 ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთის წარმოების მიზნები. ამ ტემპით ძნელია დაინახო, როგორ შეძლებს უკრაინის ფრთიანი ბომბები ისეთ გამანადგურებელ ეფექტს, როგორიც რუსეთის ფაბებს აქვთ. მსგავსი ამბავია GBU-29B-ებთანაც. სრულიად შესაძლებელია უკრაინის მირაჟები ისე გადაიწყოს, რომ ამ ბომბების ტარება F-16-ებთან ერთად შეძლონ. და თეორიულად ისინი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია უკრაინისთვის მიწოდებისთვის. აშშ-ის სახაერო ძალებს დაგეგმილი აქვთ 24000 GBU-29B SDB-ის შეძენა, საიდანაც 17000-ზე მეტი უკვე დამზადებულია 2005 წლიდან წარმოების დაწყების შემდეგ. 2026 წლისთვის ბოინგი ყოველწლიურად აწარმოებს 2500 ბომბს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა მინიმალურ წლიურ მაჩვენებელს, რომელიც 750 შეადგენდა. მოსალოდნელია, რომ ეს წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება 6.9 მილიარდი დოლარის ღირებულების მე-20 პარტიის კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებას 2025 წლამდე. თუმცა უკრაინა ერთადერთი არ არის, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება GBU-29B ბომბები. 2025 წლის მაისში აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა 1400 ერთეული GBU-29B ბომბის გაყიდვა პოლონეთისთვის, რაც ნატოს აღმოსავლეთ თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 180 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმება ასევე მოიცავს ლოგისტიკურ მხარდაჭერას, წვრთნას და ინერტულ სასწავლო საბრძოლო მასალებს. წინა კონტრაქტებში შედის 500 ერთეულის გაყიდვა მაროკოსთვის 86 მილიონ დოლარად და 400 ერთეულის გაყიდვა რუმინეთისთვის 84 მილიონ დოლარად, რაც ამ ბომბის საერთაშორისო პოპულარობასა და ინტეგრაციის მოქნილობას ადასტურებს. დაახლოებით 47800 დოლარის სავარაუდო ღირებულებით ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მრავალმხრივი საბრძოლო მასალაა თავის კლასში გლობალურად. მაგრამ ეხლა როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი იარაღის სისტემის შემთხვევაში, როგორიცაა Patriot PAC-3-ის სახაერო თავდაცვის რაკეტები, უკრაინას საკმაოდ სერიოზული კონკურენცია ჰყავს GBU-29B-ებზე.
ისრაელი. და როგორც პაკ 3 შემთხვევაში უკრაინა, როგორც ჩანს საკმაოდ უკან დგას რიგში GBU-39B-ებზე. განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელის კონფლიქტის შემდეგ ირანთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე. 2025 წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 2166 ერთეული GBU-39B-ის გაყიდვა ისრაელისთვის 6.75 მილიარდი დოლარის იარაღის პაკეტის ფარგლებში. ეხლა 2026 წლის მარტში, როცა ახლო აღმოსავლეთის ცეცხლშია გახვეული, ბოინგმა ისრაელთან გააფორმა 289 მილიონი დოლარის პირდაპირი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც უნდა მიაწოდოს 5000-მდე GBU-39B ბომბი. თითოეულის ფასი დაახლოებით 57800 დოლარია. ეხლა მიწოდება მხოლოდ დაახლოებით 36 თვეში დაიწყება, რაც ან იმას ნიშნავს, რომ მარაგები დაბალია, ან უკვე სხვა მიზნებისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ აშშ-ს ან ისრაელს GBU-39 ბომბები გამოუყენებიათ ირანის დაუნდობელ დაბომბებში, ამ ბომბების გაყიდვა და ამავე დროს სხვა რაკეტებისა და ბომბების წარმოუდგენელი რაოდენობით ხარჯვა მიუთითებს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. და როგორც პაკ 3 რაკეტების შემთხვევაში, რომელთაგანაც გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ 3 დღის განმავლობაში ირანიდან შემოსული რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ უფრო მეტი გამოიყენა, ვიდრე უკრაინას მიეწოდა. 2022 წლიდან მოყოლებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ გლაიდ ბომბებთან დაკავშირებით აშშ-ისგან ისრაელის ინტერესებზე წინ საკუთარი ინტერესების დაყენებას ელოდოს. შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტა იყოს ის, რომ უკრაინამ თავად შეიმუშაოს და აწარმოოს პლანირებადი ბომბები. და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ ომის სხვა მრავალ სფეროში ინოვაციები უკვე მოახდინა, არაგონიურული იქნებოდა იმის უარყოფა, რომ ესეც მოხდება. მაგრამ ეხლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ გადალახავს უკრაინა ამ პრობლემას და რა განსხვავებას გამოიწვევს პლანირებადი ბომბების შეზღუდული რაოდენობა. 5 სამხედრო ავიაბაზაზე წარმატებული დარტყმა განხმა განხორციელდა. 15 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ანუ SBU-ს ინფორმაციით, ავიაბაზებსა და ავიაციის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი 1 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს არის ის ზიანი, რომელიც უკრაინის ალფა სპეციალურმა დანაყოფმა 2025 წლის განმავლობაში რუსეთის აეროკოსმოსურ ძალებს, ანუ VKS-ს მიაყენა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეს ნამდვილად უნდა ადგინოს, მაგრამ მისთვის კიდევ უფრო უარესია ის, რომ არსებობს ნიშნები, რომ ამ დანაკარგების შევსება გაცილებით რთული იქნება ვიდრე თქმა. განსაკუთრებით გიგანტურ ავიამშენებელ კომპანია ტუპოლევში მიმდინარე პრობლემები მიუთითებს მზარდ კრიზისზე, რომელიც ეხება მის მიერ წარმოებული სტრატეგიული ბომბდამშენებისა და ორმაგი დანიშნულების სამგზავრო თვითმფრინავების მიწოდებას. მოდით დავიწყოთ ამ ორ ისტორიაზე საუბარი და გავარკვიოთ, რას გვიყვებიან ისინი რუსეთის საჰაერო ძალების მდგომარეობაზე უკრაინის თავდასხმების შედეგად და იმ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რომელიც ამ ძალებს ქმნის. სიზუსტისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებული რუსული დანაკარგები სულაც არ არის ერთადერთი დანაკარგები, რომლებიც რუსეთის სამხედრო ავიაციამ განიცადა. ეს მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ალფა დანაყოფის მიერ მიყენებული დანაკარგებია და მხოლოდ 2025 წელს. და როგორც მოგვიანებით ვიდეოში გამოჩნდება, დიდი ალბათობით ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დანაკარგებისა, რაც მათ რუსეთისთვის მიაყენეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ალფა ჯგუფი, რომელიც ადრე სპეციალური ოპერაციების ცენტრი ACE სახელით იყო ცნობილი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური პირველი დონის სპეციალური დანაყოფია. ისინი უკრაინაში აშშ-ის Delta Force-ისა და SEAL Team 6-ის ან დიდი ბრიტანეთის SAS-ის ანალოგები არიან. და ზუსტად ისე, როგორც მათი სახელგანთქმული ანალოგები, ეს დანაყოფი სპეციალიზირებულია ანტიტერორიზმში, პირდაპირ მოქმედებებში, ძევლების გათავისუფლებაში, მაღალი ღირებულების სამიზნეების ოპერაციებში, სპეციალურ დაზვერვასა და დივერსიაში. ყველაზე მაღალი რისკის მქონე მისიებისთვის, რომლებიც რუსულ ხაზებს მიღმატარდება, როგორც წესი ალფას იძახებენ. დანაყოფი შეიქმნა 1984 წელს და 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან ბრძოლებში, როგორიცაა ხოსტომელის, ხარკოვის, ბახმუტის და 2024-2025 წლების კურსკის შეტევა. ალფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსული კოლონების ჩასაფრებაში კიევის მახლობლად 2022 წელს და აცხადებს, რომ მხოლოდ პოხროსკის ბრძოლაში გაანადგურა 9500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1000-ობით მტრის ტექნიკა. სბუს პოლკოვნიკისა და მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივნის რომან კოსტენკოს თქმით, 2025 წლის შუათვის ალფა პასუხისმგებელი იყო მტრის სამიზნეების დაახლოებით 10%-ის განადგურებაზე ყველა თავდაცვის ძალას შორის, როგორც წინა ხაზზე, ასევე მტრის ზოგში. მათი სტრატეგიული მნიშვნელობის აღიარების მიზნით მან ვერხოვნა რადაში. უკრაინის პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი ალფას რაოდენობისა და შესაძლებლობების სწრაფად გასაზრდელად.
კანონპროექტი, რომელმაც გაზარდა დანაყოფის რაოდენობა რამდენიმე ათასიდან 10,000-მდე და მის ჯარისკაცებს მიანიჭა იურიდიული უფლება, გამოიყენონ ყველა სახის იარაღი მათზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, მიღებულ იქნა 2025 წლის ივლისში. ალფას ამ განახლების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მისი კამიკაძე FPV დრონების ეკიპაჟების უდავო ლიდერობა, განსაკუთრებით ღრმა დართვმის ოპერაციებში, როგორიცაა ოპერაცია ობობის ქსელი. ეს ლეგენდარული ოპერაცია, რომელიც ალფას განახლებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდა, გულისხმობდა მოულოდნელ თავდასხმას რუსეთის ავიაბაზებზე რუსეთის შიგნიდან. ზბუმ დრონების კომპონენტები რუსეთში შეაპარა, იქვე ააწყო და სპეციალურად მოწყობილ სატვირთოებში ჩატვირთა დრონები. შემდეგ კი ახლო მდებარე ავიაბაზებიდან გაუშვა ისინი, რის შედეგადაც რუსები სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ ეს იყო უკიდურესად რისკიანი ნაბიჯი, რომელიც ბირთვული პასუხის საფრთხეს შეიცავდა. უკრაინული დრონების სამიზნე იყო რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტი, რომელიც ღია ცის ქვეშ დაუცველად იდგა აშშ-სა და რუსეთის შორის ახალი სტარტ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება, რომლის ვადაც მალე იწურება, ითხოვს, რომ რუსეთისა და აშშ-ს სტრატეგიული ბირთვული ბომბდამშენები იყოს ხილული მეორე მხარის თანამგზავრებისთვის გადამოწმების მიზნით. მეორე მხრივ ოპერაცია ობობის ქსელი ამ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე თამამ, გენიალურ და შედეგიან ასიმეტრიულ თავდასხმად შევა ისტორიაში, თუ არა საერთოდ ისტორიაში. სურათებმა და ვიდეო კადრებმა, სადაც ჩანს როგორ იწვის რუსული ბომბდამშენები, თითქოს და ხელშეუხებელ ოლენიის, ბელაიას და ივანოვას-იურნის ავიაბაზებზე მსოფლიო გააოცა. თავდასხმის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ყველაზე ძვირად ღირებული თვითმფრინავებიდან ათეულობით გამოუყენებლად დატოვა, ბევრი კი სამუდამოდ. Euronews-მა და სხვა წამყვანმა დასავლურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის მესამედი განადგურებულია. როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, დადასტურდა, რომ ისინი დაზიანებული ან განადგურებული იყო, 5 ბაზაზე იყო 7 ან 8 TU-85 ტიპის ბომბდამშენი, 4 ოლენიის ბაზაზე და დანარჩენი ბელიაზე, ასევე 4 TU-22M 3 ტიპის ბომბდამშენი ბელიაზე. ასევე ანტონოვ AN-12 სატრანსპორტო თვითმფრინავი ოლენიის ბაზაზე და 2 მიზანში ამოღებული ბერიევი A-50 სახაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავი ივანოვო-სევერნიზე. ფინანსურად რომ თქვათ, თუ ისინი დაზიანდებიან, 2 A-50-ის დაზიანება ყველაზე მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, რადგან თითოეულის ღირებულება დაახლოებით $350 მილიონ არის შეფასებული. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოქმედებაში 10-ზე ნაკლებია და ისინი კრიტიკულ როლს ასრულებენ რუსეთის სახაერო ოპერაციების კოორდინაციაში. ამიტომ მათი ფლოტის მეხუთედის ერთდროულად დაკარგვა რუსეთისთვის კატასტროფა იქნებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს, რაც რუსეთს ახალი თვითმფრინავების მიღებაში აქვს, რაზეც მალე ვისაუბრებთ. დაზიანებული ან განადგურებული ბომბდამშენები მნიშვნელოვნად ნაკლებად ღირს, ვიდრე E-50-ები. TU-85-ის ღირებულება 50-დან $125 მილიონამდეა შეფასებული, ხოლო მოდერნიზებული 222M3-ის 40-დან $100 მილიონამდე. თუ მაქსიმალურ ღირებულებებს ავიღებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია ობობის ქსელის საერთო ღირებულება რუსეთისთვის მხოლოდ თვითმფრინავების დაზიანების მიხედვით დაახლოებით $2.1 მილიარდ შეადგენს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ $7 მილიარდზე, რომელსაც თავდაპირველად უკრაინა აცხადებდა, მაგრამ მაინც სერიოზული დარტყმაა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის. თუ ვივარაუდებთ, რომ ისინი სამუდამოდ გამოუყენებლად დარჩნენ, ოპერაცია ობობის ქსელის დროს დაზიანებული 12 ბომბდამშენი, სავარაუდოდ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის დაახლოებით მე-10-ს შეადგენს და არა მე-13-ს, როგორც ისინი ამტკიცებენ. თითქოს და $160 მილიარდ მეტი თავდაცვის ბიუჯეტით, რაც ფედერალური ხარჯების 30%-ზე მეტია და 2026 წლისთვის არის განსაზღვრული, რუსეთს აქვს საკმარისი თანხა, რომ გაანაცვლოს განადგურებული ბომბდამშენები. თუმცა ახალი ბომბდამშენების ან საერთოდ რაიმე ახალი ბომბდამშენის შეძენა პუტინისთვის გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ რუბლების გადაკრა. პირველ რიგში, როგორც Tu-95-ის ორიგინალური M ვერსია, ასევე უფრო თანამედროვე Tu-95 MSM და Tu-22M 3 საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებია და მათი მწარმოებელი ტუპოლევი ახალ ბომბდამშენებს აღარ აწარმოებს. ამიტომ, როდესაც ეს ბომბდამშენები ექსპლუატაციიდან გამოდის, მათი ანალოგიური შეცვლა შეუძლებელია. და თუ საუბრობთ იმაზე, რაც რთულად შესაძლებელია, ასეთ უნიკალურ ანალიზს ყოველ კვირას გთავაზობთ ჩვენს სამხედრო გადაცემაში. ასე რომ თუ მეტი გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. Tu-85 პირველად 1952 წელს აფრინდა და დღემდე რჩება რუსეთის მთავარ შორმანძილზე მოქმედ ტურბოპროპულ ბომბდამშენად. მისი ასაკის მიუხედავად, თვითმფრინავის გრძელი მოქმედების რადიუსი, ბირთვული რაკეტების ტვირთი და გამორჩეული პროპელერის ხმა იმას ნიშნავს, რომ ის კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს რუსეთის შეკავების დოქტრინაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო მასშტაბური განახლების პროგრამა, რათა დარჩენილი Tu-95-ების ფლოტის ექსპლუატაციის ვადა 2040-იან წლებამდე გაეხანგრძლივებინა. თითოეული Tu-95 MSM მოდიფიკაცია მოიცავს ახალ NK-12 NPM ძრავებს, SOE-021 ფაზურ ანტენურ რადარს, GLONASS-ით, რუსეთის GPS, მხარდაჭერილ ნავიგაციას, ანალოგურ და ციფრულ სალონის ეკრანებს და KH-1 ფთოსანი რაკეტების გაშვების მოდულებს. თითოეული განახლების ღირებულება დაახლოებით $50 მილიონ არის შეფასებული, ხოლო რუსეთი სავარაუდოდ ყოველწლიურად დამატებით 3-დან 5 მილიონ დოლარამდე ხარჯავს თითოეულ თვითმფრინავზე. დეპოს დონის ინსპექციებისთვის, პროპელერის დაბალანსებისთვის, კოროზიის კონტროლისთვის, ეკიპაჟის მომზადებისა და ბირთვული უსაფრთხოების სერტიფიცირებისთვის. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ასაკოვანი თვითმფრინავების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება სულ უფრო რთული და ძვირადღირებული ხდება. კიდევ სანქციებამდე NK-12 ტურბოპროპის სათადარიგო ნაწილები, რომელიც დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ტურბოპროპია, იშვიათი იყო. და მხოლოდ გადაბრუნების ციკლის გადაცემათა კოლოფის კაპიტალური რემონტი შეფასებით ყოველ 1500 ფრენის საათში $1 მილიონ მეტს აჭარბებს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულმა უპრეცედენტო ეკონომიკურმა სანქციებმა მხოლოდ გაამწვავა ეს ტკივილი. მაგალითად, ტიტანისა და ალუმინის ფასები 2020-დან 2024 წლამდე 28%-ით გაიზარდა, რამაც კორპუსის პანელების შეცვლის ხარჯები გაზარდა. შედეგად, ახლა მრავალი კომპონენტი საწყობში შენახული თვითმფრინავებიდან იღებენ და იყენებენ. თუმცა, თუნდაც თითოეული განახლება $50 მილიონი ღირდეს, 295 თვითმფრინავი რუსეთს $1-ზე საკმაოდ ეფექტურ შემაკავებელ ძალას აძლევს. 295-ის ექსპლუატაცია ბევრად იაფია, ვიდრე აშტშ-ის თანამედროვე B2 სპირიტისა და მომავალი B21 რეიდერის სტრატეგიული ბომბდამშენების და ასევე უფრო იაფია, ვიდრე მისი თანამედროვე, მაგრამ უკვე მოძველებული B42 ბომბდამშენების. მისი 9300 მილის ფრენის რადიუსი ეკიპაჟებს საშუალებას აძლევს ხას-1 ტიპის რადარებისთვის ძნელად შესამჩნევი ფთოსანი რაკეტები გაუშვან მტრის საჰაერო თავდაცვის ზონების მიღმა, რითაც თავიდან იცილებენ $1 მილიარდ ღირებული უხილავი თვითმფრინავების საჭიროებას. გარდა ამისა, რუსეთს დიდი ხანია აქვს ინფრასტრუქტურა რეგულარული 295-ის მისიისთვის უკვე არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლებთან და ენგელს მეორეისა და უკრაინკას ავიაბაზებთან ერთად. საოკუპაციო ომამდე რუსეთს დაახლოებით 50 მოქმედი Tu-95 ჰყავდა შეფასებული. მიჩნეულია, რომ ომის განმავლობაში რუსეთმა შემდგომში სულ 7-დან 10-მდე თვითმფრინავი დაკარგა, რის შედეგადაც ფლოტის დაახლოებით 80% უცვლელი დარჩა. თუმცა ცნობილია, რომ ამათგან მხოლოდ ცოტაა განახლების პროცესში უკვე გასული, რაც როგორც ვნახავთ, პუტინის პრობლემის ნაწილია. და მსგავსი ისტორია 222 M3-თანაც 222 M3 განვითარდა უფრო ადრეული 222 M1 და M ვერსიებიდან. 222 M1 პირველად აფრინდა 1961 წლის ივლისში, ხოლო 222 M პირველად გამოიყენეს საბრძოლო მისიებში ავღანეთში 1987-დან 1999 წლებში. 222 M3-მა პირველი ფრენა 1967 წელს შეასრულა, შეიარაღებაში 1983 წელს მიიღეს და პირველად რუსეთმა საბრძოლო ოპერაციებში ჩეჩნეთში 1985 წელს გამოიყენა. 222 M3-ის სიგრძე არის 129 ფუტი, მაქსიმალური ფრთების შლილი 112 ფუტი, სიმაღლე 36 ფუტი, ხოლო მაქსიმალური ცარიელი და აფრენის წონა შესაბამისად თითქმის 117,000 და 279,000 ფუნტია. მისი საკრუიზო სიჩქარეა 559 მილი საათში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 1429 მილი საათში. და შეუძლია ფრენა მაქსიმალურ სიმაღლეზე, რომელიც ოდნავ ნაკლებია 86,000 ფუტზე. ოპერაციული მანძილი კი 4350 მილს შეადგენს. ბირთვული რაკეტების გადატანის უნარის მქონე ის რუსეთის ბირთვული შეკავების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ რუსეთმა ის ასევე გამოიყენა უკრაინაზე ჩვეულებრივი რაკეტების გასაშვებად. მას შეუძლია აღიჯულოს KH-32 რაკეტებით, KH-15 ან KH-15P ანტირადარული რაკეტებით, ან თანამედროვე დამიზნების მოდულებით აღჭურვილი FAB ტიპის გლაიდ ბომბებით. რუსეთი მათ მასიურად იყენებს უკრაინული პოზიციებისა და ფრონტის ხაზზე მდებარე დასახლებების დასაფრთხმელად. თუმცა როგორც Tu-95-ს ამ ბომბდამშენსაც სჭირდებოდა მნიშვნელოვანი განახლება, რათა თანამედროვე ომში ეფექტური დარჩენილიყო. 2017 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი 60 მოქმედი Tu-22 M3-დან ნახევრის თანამედროვე Tu-22 M3 M10 განახლების განზრახვა. პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავი ტუპოლევის ხაზანის საავიაციო ქარხანაში მალევე გამოუშვეს, რომელმაც პირველი სატესტო ფრენა 2018 წლის 28 დეკემბერს ბერს შეასრულა.
თუმცა მას შემდეგ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი და მის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, პროგრესი მნიშვნელოვნად შეჩერდა. მიჩნეულია, რომ რუსეთმა ომის განმავლობაში 9-მდე ასეთი თვითმფრინავი დაკარგა, ხოლო 2023 წელს მხოლოდ ერთი დამატებით განახლებული თუ 22 M3 გადაეცა. უფრო შემაშფოთებელია პუტინისთვის ის, რომ ახალი ერთეულების წარმოება აღარ არის შესაძლებელი და გაურკვეველია განახლებისთვის განკუთვნილი დარჩენილი 28-დან რამდენი თუ საერთოდ რომელიმე განახლდება მომავალში. მწარმოებელი კომპანია ტუპოლევი აშკარად დიდ სირთულეებს აწყდება თავისი ვალდებულებების შესრულებაში. ყოველ შემთხვევაში ასე მიანიშნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა მხარეების მიერ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელების მზარდი რაოდენობა. პრობლემების წყარო, როგორც ჩანს, წარმოების შეფერხებებია, რაც გამოწვეულია ტუპოლევის გიგანტურ ყაზანის საავიაციო ქარხანაში საკმარისი სიმძლავრისა და მუშახელის ნაკლებობით, რომელსაც მოკლედ კაზი ეწოდება. აქ უნდა მიმდინარეობდეს თუ 95-ის და თუ 22 M3-ის მოდერნიზაცია. ამასთან ერთად მიმდინარეობს ახალი TU-160M ბომბდამშენების მშენებლობა, რომელიც რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ტრიპოდის მესამე და ყველაზე თანამედროვე ნაწილია. ასევე 2214 ორმაგი დანიშნულების სამოქალაქო თვითმფრინავის წარმოება. როგორც კომპანიის წინააღმდეგ არსებული სხვადასხვა სასამართლო საქმეები აჩვენებს, ქარხანა ვერ ახერხებს ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი პროექტის დროულად შესრულებას. 2025 წლის მაისში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც წინა ზაფხულს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო ტუპოლევის წინააღმდეგ. სასამართლოში სარჩელი შევიდა 2025 წლის იანვარში. თავდაპირველი მოთხოვნა იყო 360 მილიონი რუბლი, დაახლოებით 4.7 მილიონი დოლარი, რომელიც შემდეგ გაიზარდა 3 მილიარდ რუბლამდე, ანუ დაახლოებით 40 მილიონ დოლარამდე. საბოლოოდ სასამართლომ ტუპოლევს დააკისრა 3 მილიარდი რუბლის გადახდა, რაც რუსული მედიის ცნობით სავარაუდოდ დაკავშირებულია ვალდებულებების შესრულების დაგვიანებასთან. მაგრამ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტუპოლევის სასამართლოში უჩივლა და არც ბოლო. 2019 წელს სამინისტრომ ტუპოლევს სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა 4.6 მილიარდი რუბლის, ანუ დაახლოებით 60 მილიონი დოლარის დაბრუნება, თვითმფრინავების შეკეთების ვადების დარღვევისთვის. იმ დროს სასამართლომ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თანხა 13 მილიონ რუბლამდე შეამცირა, რაც დაახლოებით 61 მილიონი დოლარიდან 172,000 დოლარამდე შემცირებას ნიშნავს. 2025 წლის მაისის გადაწყვეტილების შემდეგ ნოემბერში თავდაცვის სამინისტრომ ტუპოლევის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა და 930 მილიონი რუბლი, ანუ დაახლოებით 12.3 მილიონი დოლარი მოითხოვა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ეკონომიკური დავების გამო. კიდევ ერთხელ, ეს საქმე თითქმის უდავოდ უკავშირდება იმას, რომ ტუპოლევმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები ბომბდამშენების წარმოების გრაფიკის მიხედვით. ივან კირიჩევსკის, უკრაინის SBS რეიდის დანაყოფის 413 პოლკის სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ანალიტიკოსის ანალიზის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი 3.9 მილიარდი რუბლის საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 1.95 MS-ის შეკეთების ან განახლების ხარჯებს დაფარავს. ეს მიუთითებს, რამდენად დიდ სირთულეებს აწყდება ტუპოლევი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის რაიმეს მიწოდებაში. მაგრამ მათი მიწოდების პრობლემები ამით ამთავრდება. თავდაცვის სამინისტროს სარჩელების გარდადების გარდა, ტუპოლევს 2025 წელს ორჯერ უჩიულა ნავთობისა და გაზის გიგანტმა ტატნეფტმა, რადგან მან UVT Aerosთვის 2 Tu-214 თვითმფრინავი არ მიაწოდა. 2022 წელს ავიაკომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ყაზანში წარმოებული 4 Tu-214-ის მიწოდებაზე. პირველი ორი თვითმფრინავის მიწოდება 2024 წლის ოქტომბერში უნდა განხორციელებულიყო, ხოლო დარჩენილი 2 2025 წლის სექტემბერში. თუმცა კონტრაქტი არ შესრულდა. ტატნევმა სარჩელი შეიტანა ტუპოლევისა და ყაზის წინააღმდეგ 6.2 მილიარდი რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 80 მილიონ დოლარს შეადგენს. მხარეებმა საქმე რამდენჯერმე გადადეს, რათა მორიგების შეთანხმება დაედოთ. მაგრამ საბოლოოდ 2025 წლის ზაფხულში თათრეთის საარბიტრაჟო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტუპოლევს დააკისრა 5.6 მილიარდი რუბლის გადახდა უსამართლო გამდიდრებისთვის, 556 მილიონი რუბლი ჯარიმებში და 8 მილიონი რუბლი სახელმწიფო მოსაკრებებში, რაც ჯამში დაახლოებით 85 მილიონ დოლარს შეადგენს. სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ ტუპოლევმა ტატნევიდან მიღებული ავანსი პირველი თვითმფრინავისთვის დააბრუნა, მაგრამ მეორე თვითმფრინავის თანხა არასდროს დაუბრუნებია. მნიშვნელოვანია, რომ ტუპოლევმა მიწოდების ჩავარდნა დააბრალა სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთების გამო გადატვირთულობას, რომლებიც მისი თქმით წარმოების 85%-ს შეადგენს, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 4%-იან მოგებას იძლევა. შედეგად კომპანიამ განაცხადა, რომ TU-214-ის ახალი კონტრაქტების გაფორმებას მხოლოდ 2027 წლის შემდეგ შეძლებს, რაც უზარმაზარი დაგვიანებაა.
როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სისტემურად მნიშვნელოვანი კომპანია ვერ უმკლავდება რუსეთის სახელმწიფოს მოთხოვნებს, კომერციულ კლიენტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გარდა იმისა, რომ 2 და განახლებული 299 და 222 M3 არ მიაწოდა, ტუპოლოვმა ასევე ვერ დააკმაყოფილა ახალი 260 M-ების მიწოდების ვადაც. 4 მათგანი უნდა მიეწოდებინათ 2022-2023 წლებში, მაგრამ პირველი 2 მხოლოდ 2025 წლის ბოლოს მიაწოდეს. დანარჩენი ერთეულები გავრცელებული ინფორმაციით ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა დაგვიანების ოფიციალური მიზეზი არ გამოუცხადებიათ. მაგრამ ტუპოლევისთვის პრობლემები ამით ამთავრდება. რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც პირველი ტატნევთან დავა მოგვარდა, ტატნევმა ახალი სარჩელი შეიტანა 11.7 მილიარდი რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით $115 მილიონ შეადგენს. საქმე ამჟამად მიმდინარეობს, ტუპოლევი კი ნაწილობრივ შეთანხმებას სთავაზობს. ამასობაში ბოლო 2 წელიწადში უკვე მეორედ გაერთიანებულმა საავიაციო კორპორაციამ UAC, რომელიც ტუპოლევის მფლობელია, ტუპოლევის ხელმძღვანელობა გადაახალისა. კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბობრიშევი 76 წლის შეცვალა 27 წლის იური ამბროსიმოვმა, რომელიც იური ლიტვინოვის შვილიშვილია. ლიტვინოვი 90-იან წლებში ხაზის ხელმძღვანელი იყო. და მანამდე კომპანიის ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ UAC-მა განაცხადა, ბობრიშევი თანამდებობას ტოვებდა მასზე დაგისრებული დავალებების შესრულების შემდეგ, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთით სამხედრო ტექნიკის მიწოდებას ეხებოდა. ყველა ალბათობით ხელმძღვანელის შეცვლა პირდაპირ უკავშირდება ამ სარჩელებსა და მიმდინარე მიწოდების პრობლემებს. UAC-მა TAS განუცხადა, რომ ახალი მენეჯერების მთავარი ამოთხანები იქნება მზარდი საწარმოო პროგრამის განხორციელება, ასევე TU-214 პროგრამის გეგმების შესრულება. ამ დაპირებების მიუხედავად მიწოდების ნაკლებობა აჩენს არასასიამოვნო კითხვებს. რუსეთის შესაძლებლობაზე შეინარჩუნოს გაფართოებული სტრატეგიული ავიაციის ფლოტი მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფონზე. ოქტომბერში თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტან მინიკანოვმა განაცხადა, რომ 2-2014 სამგზავრო ავიალაინერის მასობრივი წარმოებისთვის ძირითადი სამრეწველო ობიექტები წელს შევა ექსპლუატაციაში. თუმცა დაეხმარება თუ არა ეს პროექტი დაგროვილი შეკვეთების შემცირებაში და რამდენ ხანს შეიძლება ამას დასჭირდეს, ჯერ კიდევ ღია კითხვებია. ამასობაში ალფა ჯგუფის დარტყმები მხოლოდ ამძაფრებს პრობლემებს რუსეთის სამხედრო ავიაციაში. SBU 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით 15 რუსულ თვითმფრინავს შორის, რომელიც გაანადგურა, შედიოდა 11 ფიქსირებული ფრთის საბრძოლო თვითმფრინავი, Su-30 SEM, Su-34, Su-27, Su-24 და MiG-21 ტიპის. ასევე 3 ვერტმფრენი, Mi-8, Mi-26 და Mi-28. და ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26. საინტერესოა, რომ მათ არ ჩაუთვრიათ დაზიანებული Tu-85 და 222 M3 ბომბდამშენი ოპერაცია სპაიდერვებიდან თავიანთ ანგარიშში. შესაძლოა ეს იმიტომ მოხდა, რომ ოპერაციაში უკრაინის სამხედრო ძალების სხვა სექტორებებიც მონაწილეობდნენ და მათ მხოლოდ ის დათმები სურდათ მიეთვალათ, რომლებიც მთლიანად მათი შესრულებული იყო. განადგურებული თვითმფრინავები წარმოადგენს რუსეთის ძირითადი ტაქტიკური და ოპერატიული ავიაციის ფლოტის ნიმუშს, რომელიც მოიცავს საჰაერო უპირატესობას, დარტყმას, გადაჭერას, ტრანსპორტირებას და ვერტმფრენების მხარდაჭერის როლებს. Su-30 SM-ების დაკარგვა პირდაპირ ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს საჰაერო თავდაცვისა და შეტევითი ავიაციის ოპერაციები. Su-34-ების რუსეთის ძირითადი ფრონტური ბომბდამშენების დაკარგვა კი ნიშნავს, რომ ნაკლები Fab Glide ტიპის ბომბები ჩამოიხრება. მიუხედავად იმისა, რომ Su-27-ები და Su-24-ები მოძველებულია და ძირითადად დამხმარე როლს ასრულებს, მაგალითად დარტყმითი ავიაციის თანხლებას, MiG-21 ტიპის ჩამონგდებები სტრატეგიულ როლს თამაშობს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურაში. ეს თვითმფრინავი შექმნილია მაღალი სიჩქარის სამიზნეების, როგორიცაა სტრატეგიული ბომბდამშენები და ფრთოსანი რაკეტები. წინააღმდეგს აბრძოლველად ასევე გამოიყენება KH-47M2 კინზალის ჰიპერბგერითი რაკეტის გასაშვებ პლატფორმად. თუმცა რაც შეეხება იმ თვითმფრინავების ჩანაცვლებას, რომლებიც არ არის ტუპოლევის წარმოების, რუსეთს როგორც ჩანს მსგავსი პრობლემები არ აქვს, როგორც ბომბდამშენებთან დაკავშირებით. ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრი SRAS-ის ახალი კვლევის მიხედვით, რუსეთმა ომის განმავლობაში მინიმუმ 135 ახალი გამანადგურებელი მიიღო. მათ შორისაა 55-დან 60-მდე Su-35-20 მისი ახალი, თითქოს უხილავი Su-47, მაქსიმუმ 50, Su-34 და 20-25 MiG-21 სხვადასხვა ვერსიაში, ხოლო მიწოდებები დროთა განმავლობაში იზრდება. რუსის ანგარიში ეწინააღმდეგება უკრაინის ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ომის განმავლობაში 400-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და აფასებს, რომ რეალური რიცხვი უფრო ახლოსაა 130 ფიქსირებული ფრთის თვითმფრინავთან, რომლებიც ან ჩამოაგდეს, ან სერიოზულად დააზიანეს.
თუ ისინი მართალს ამბობენ, რუსეთის გამანადგურებელ ძალას ჯერ კიდევ ბევრი უკლია იმისთვის, რომ უკრაინული დათქმებით კრიტიკულ დონემდე შემცირდეს. მართლა, თუ პუტინს სიტყვაზე ენდობით, სად არის პრობლემა? დეკემბრის ბოლოს მან განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება 22 ჯერ გაზარდა. ტანკების წარმოება 2.2 ჯერ გაიზარდა, სამხედრო თვითმფრინავების 4.6 ჯერ, ელექტრონული ომის აღჭურვილობის 12.5 ჯერ, ხოლო სარაკეტო артиლერიის იარაღის 9.6 ჯერ. მაშინ როცა დარტყმის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უზარმაზარი 22 ჯერ გაიზარდა. ყოველ შემთხვევაში ასე თქვა პუტინმა სატელევიზიო განცხადებაში, კრემლში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ახალი მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი იარაღების, როგორიცაა ორეშნიკი, ბურევესტნიკი, პოსეიდონი და ავანგარდი, შემოღებით სადავოა, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენები დღეს ბირთვული შეკავების თვალსაზრისით, როგორც ადრე. რუსი ექსპერტები, მაგალითად რუსლან პუხოვი, სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორი, უკვე სვამენ კითხვას, უნდა გააგრძელოს თუ არა რუსეთმა ძველი სამხედრო ტექნოლოგიების, როგორიცაა ტანკები და ბომბდამშენები, გამოყენება. ის არსებითად ამტკიცებს, რომ ბევრად იაფმა და მოწინავე იარაღებმა, როგორიცაა FPV დრონები, ეს სისტემები ძალიან დაუცველი და ხარჯის მხრივ არაეფექტური გახადა. ამიტომ ისინი უნდა გაუქმდეს და ყურადღება მთლიანად თანამედროვე იარაღებზე, როგორიცაა რაკეტები და დრონები გადაერთოს. უკრაინის ცაზე რაღაც საიდუმლო დაფრინავს. ეს არ არის უკრაინის მიერ შექმნილი სრულიად ახალი იარაღი. ეს არც რაიმე გამორჩეული დრონია და არც განსაკუთრებული მისია. უკრაინის დიდი საიდუმლო ისაა, რომ მის საჰაერო სივრცეში Sky Master-ები შედიან და ეს მასტერები უკრაინიდან არ არიან. ისინი ჰოლანდიელები არიან და წარმოუდგენელს აკეთებენ, რადგან სულად უგულებელყოფენ რუსეთისთვის უკრაინის ომში არსებულ ყველაზე დიდ წითელ ხაზს. ჰოლანდიელი პილოტები უკრაინაში დაფრინავენ. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ფრანგული ანგარიში, რომელიც თავდაპირველად Intelligence Online-მა გამოაქვეყნა და შემდეგ ფართოდ გავრცელდა. და თუ ეს სკანდალური ანგარიში სიმართლეა, საიდუმლოს შიგნით კიდევ ერთი საიდუმლოა, რომელსაც ვიდეოს განმავლობაში ცოტა მოგვიანებით გაგიმხელთ. დავიწყოთ ნიდერლანდების ჩართულობით. The Aviationists ძირითადი ინფორმაცია აქვს. ამბობს, რომ ფრანგული ანგარიში ამტკიცებს, თითქოს უკრაინამ შექმნა შერეული ესკადრილია უკრაინელ და ნიდერლანდელ პილოტებს შორის, რომლებიც F-16-ებით საბრძოლო მისიებს ასრულებენ უკრაინის თავზე. თავდაპირველად ამ გასაოცარ მტკიცებაში ერთი რამ მაინც ლოგიკური. ნიდერლანდები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია F-16-ების უკრაინისთვის, რომლებმაც 2025 წლის მაისის ბოლოსთვის 24 ამერიკული წარმოების თვითმფრინავი გადასცეს. ზოგადად აზრიანია, რომ ჰოლანდიელი პილოტები უკრაინას ეხმარებოდნენ ამ თვითმფრინავების გამოყენების სწავლაში, მაგრამ საბრძოლო მისიების შესრულება უკრაინის თავზე ეს უკვე დიდი ამბავი იქნებოდა. დაჯერება რთულია, მაგრამ ანგარიში აგრძელებს და ამატებს, რომ ეს შერეული დანაყოფი ბოლო კვირებში შეიქმნა და მასში ჰოლანდიელი პილოტები მსახურობენ, რომლებიც უკრაინაში დროებითი კონტრაქტებით იმყოფებიან. UN ამატებს, რომ ეს დანაყოფი შექმნილია უმკაცრესი საიდუმლოების პირობებში და ერთ-ერთი მთავარი იდეა მის უკან არის ის, რომ ნატოს კოლექტიური საჰაერო ბრძოლის გამოცდილება ინტეგრირდეს იმ რეალობაში, რომელსაც უკრაინა აწყდება თავის ცაში. პილოტები, რომლებსაც უკრაინა დროებითი კონტრაქტებით ქირაობს, ყველა ომის ვეტერანია და ადრე ისინი მსახურობდნენ ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში. რაც ნიშნავს, რომ ისინი კარგად იცნობენ F-16-ის ტექნოლოგიებს და შეუძლიათ უკრაინის პილოტებს აჩვენონ, როგორ გამოიყენონ ისინი მაქსიმალურად ეფექტურად. ასე რომ ამ ანგარიშის ამ ნაწილიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. პირველი ისაა, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინა თავის სამხედრო ძალებში უცხოელ მებრძოლებს იღებს. პირდაპირ ვთქვათ, ეს დიდი საიდუმლო არ არის. მაშინ, როცა რუსეთი მაქსიმალურად ბევრ უცხოელ ჯარისკაცს მოტყუებით იბირებს, პუტინის სტრატეგიულად უსუსური ხორცის შეტევებისთვის, უკრაინამ შექმნა მთელი დანაყოფი, რომელსაც ღიად რეკლამირებს უცხოელ მებრძოლებში, ვინც მის საქმეს შეუერთება სურს. უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონები, ასე ქვია ამ დიდ დანაყოფს, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს საზღვარგარეთიდან ჩამოსული მებრძოლების დიდი ნაკადის ორგანიზება, ვინც რუსეთთან საბრძოლველად ჩამოვიდა. ორგანიზაციის რეკრუტირების ცენტრის მიხედვით, ლეგიონს უკვე შეუერთდა მებრძოლების 65 სხვადასხვა ქვეყნიდან. ლეგიონი დაყოფილია ბატალიონებად, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაშია. ჩვენ ვამბობთ, რომ დაყოფილია. უпроსწორად, იყო დაყოფილი. საინტერესო მოულოდნელობით, რაც უკრაინაში უცხოელი მებრძოლების გამოყენებას უკავშირდება, უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონები ოფიციალურად დაიშალა 2025 წლის ბოლოს. ყველა მებრძოლი, ვინც ამ ლეგიონებში გაწევრიანდა, გადანაწილდა უკრაინის ფართო სამხედრო ძალებში, სადაც ისინი სხვადასხვა დანიშნულებით იმსახურებენ. ეხლა BBC-ის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში არსებული 4 ლეგიონიდან 2 უკვე გაერთიანებული იყო უკრაინის შეტევით ძალებთან 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში. მეორე ლეგიონი გაერთიანების პროცესში იყო, ხოლო მეოთხე ლეგიონი გადაკეთდა სასწავლო ცენტრად. ჰოლანდიელმა მებრძოლმა პილოტებმა უკრაინის ბრძოლაში მონაწილეობა ამ ლეგიონების მეშვეობით მიიღეს.
თუ ასეა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ საკუთარი ქვეყნისგან, რაც გარკვეული გზაა პუტინის კატეგორიული უარისა და იმ მუქარების გვერდისავლით, რაც მან გამოთქვა ნატოს ჯარების უკრაინაში შესვლის პერსპექტივაზე. პილოტი ტექნიკურად ნატოს მფრინავი არ არის, თუ ის აქტიურად არ ემსახურება საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, როგორც ცოტა ხანში განვიხილოთ, რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება კმაყოფილი. რომელი მექანიზმითაც არ უნდა მოხდნენ ჰოლანდიელი პილოტები, ისინი ახლა როგორც ჩანს, უკრაინისთვის დაფრინავენ. ეს მეორე დასკვნამდე მიგვიღას, რომელიც ამ ანგარიშიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ. გამოცემა The Aviationist ამბობს, რომ ჰოლანდიელი მფრინავები როგორც ჩანს, 6 თვიან კონტრაქტებს აფორმებენ უკრაინასთან, რაც პილოტებს საშუალებას აძლევს პერიოდულად შევიდნენ და გამოვიდნენ ქვეყნიდან. ამავე დროს კი უზრუნველყოფს, რომ უკრაინას მუდმივად ჰყავდეს მფრინავების სტაბილური ნაკადი, რომლებიც დასავლურ თვითმფრინავებს სხვებზე უკეთ იცნობენ. ეხლა კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი Intelligence Online-ის ანგარიშის მიხედვითაა, რომელიც ჯერ დამოუკიდებლად არ დადასტურებულა. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ეს აჩვენებს, რომ უკრაინა თავის ახალ საჰაერო დანაყოფს სერიოზულ სამხედრო დივიზიად აღიქვამს. არ ხდება დაქირავება იმ განზრახვით, რომ ჰოლანდიელი პილოტები ბონონდე ამოწურონ და დაღლილობით ფრენისას სიკვდილამდე მიიყვანა. უკრაინამ კარგად იცის, რამდენად ფასეულია ეს პილოტები, ისევე როგორც ის მებრძოლი თვითმფრინავები, რომლებსაც ისინი მართავენ, და ის ზრუნავს იმაზე, რომ მისი ფასეული მოხალისეები კარგად იყვნენ უზრუნველყოფილი. რაც შეეხება იმას, რას აკეთებენ ეს მოხალისეები, ჩანს, რომ ისინი ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ უკრაინელი პილოტების მომზადება. კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც პუტინს გააბრაზებს, გავრცელებული ინფორმაციით უკრაინაში მყოფი ჰოლანდიელი პილოტები და მისი საიდუმლო დანაყოფი თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ საჰაერო თავდაცვის მისიებში. ამ მისიებში ისინი თავიანთ თვითმფრინავებს იყენებენ რუსული დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად, როგორიცაა შაჰიდის მსგავსი რუსული გერანები და რუსეთის ხ-1 და კალიბრ ტიპის ფრთოსანი რაკეტები. კიდევ ერთხელ ხედავთ გარკვეულ შემოვლით გზას, რადგან ამ მისიების მიხედვით ჩანს, რომ უკრაინა ძალიან ფრთხილად ეკიდება იმას, რომ ჰოლანდიელი პილოტები თავდასხმას ახორციელებენ არა ცოცხალ ობიექტებზე და არა რუს ჯარისკაცებზე. ეს პუტინს ბერკეტს ართმევს იმ თვალსაზრისით, რომ მას აღარ ექნება საშუალება განაცხადოს, თითქოს ნატოში გაწვრთნილი მფრინავები რუს ჯარისკაცებს კლავენ. ეს ჭკვიანურია, ძალიან ჭკვიანური. და უკრაინის ბრწყინვალე გამოყენება უცხოელი მფრინავების კიდევ უფრო ჭკვიანურად გამოიყურება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ომის ძალისხმევაში არის Sniper Advanced დამიზნების პოდის გამოყენება, რომელსაც The Aviationist-ის თქმით, სამიზნის დასადგინად და მანძილის განსასაზღვად იყენებენ. უკრაინის პილოტებს ეს ტიპის პოდის გამოყენების სწავლა სჭირდებათ და როგორც ჩანს, ჰოლანდიელი პილოტები მათ ამას რეალურ დროში ასწავლიან. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი საიდუმლოდ ხდება, მაგრამ უკვე გითხარით, რომ საიდუმლოში კიდევ ერთი საიდუმლოა. გინდათ იცოდეთ რა არის ეს? ახლა ვეგეთქვით. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ეს არის The Military Show და ჩვენ ყოველთვის სრულ სურათს გაჩვენებთ. გამოიწერეთ დღეს, რომ იხილოთ სათაურებს მიღმა და ყოველთვის იყოთ მოვლენების წინ. ეხლა საიდუმლოში. კარგი, უკრაინის ახალ საჰაერო დანაყოფში მხოლოდ ჰოლანდიელი პილოტები არ არიან. ამერიკელი პილოტებიც ასრულებენ მისიებს უკრაინის ცაზე. გამომჟღავნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინა ისეთივე სიხარულით იღებს ამერიკელ პილოტებს, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პილოტებს. ამ პილოტებიდან მინიმუმ ერთი ავღანეთის კონფლიქტის ვეტერანია, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მან არაერთი საბრძოლო მისია შეასრულა. და კიდევ ერთი არის, რომელიც როგორც მიიჩნევენ, ახლო აღმოსავლეთში ასრულებდა მისიებს, შესაძლოა ერაყის ომის დროსაც. ისინი უერთდებიან ჰოლანდიელ კოლეგებს, რომელთაგან ბევრიც წამყვანი ევროპული საჰაერო საბრძოლო სკოლების კურსდამთავრებულია, რომლებიც ცნობილია გადაჭერისა და თანამედროვე საჰაერო ბრძოლის მოწინავე მომზადებით. The Aviationist პირდაპირ ინტელექტუალური ონლაინ გამჟღავნებებიდან იძლევა ინფორმაციას. ამ ანგარიშის ეს ნაწილი თითქოს სრულიად მოულოდნელად ჩნდება. საბოლოოდ უმეტესობა ფიქრობდა, რომ აშშ-ში არავის შემთხვევაში არ დაუშვებდა თავის ჯარისკაცებს, ყოფილებს თუ სხვებს უკრაინაში ემუშავათ, რადგან ეშინია, რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია იმ რამდენიმე ბირთვულ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთთან, რომელსაც შეუძლია შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდეს. თუმცა ამერიკელი ვეტერანი პილოტების უკრაინაში წასვლა შეიძლება ისეთი სიგიჟე არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უკვე 2024 წელს აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა კი ისიც კი შესთავაზა, რომ უკრაინას შეეძლო ამერიკელი პილოტების დაქირავება დაეწყო, რაც როგორც ჩანს, მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა. ნეტავ ზელენსკიმ ჩაუნერგა ეს იდეა გრეჰემს. თუ პირიქით იყო, გრეჰემმა გამოთქვა ეს იდეა, ზელენსკიმ კი აიტაცა და განავითარა. ეს კითხვებია, რომლებზეც შეიძლება არასდროს მივიღოთ პასუხი. მაგრამ ვიცით, რას ამბობდა გრეჰემი იმ დროს. მისი თქმით, პენსიაზე გასული F-16-ის პილოტები, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას ისურვებენ, შესაძლოა უკრაინამ დაიქირავოს. უკრაინელები ნატოს ქვეყნებში მოძებნიან მზად მყოფ პილოტებს, რომლებიც პენსიაზე არიან გასული, რათა დაეხმარონ მათ მანამ, სანამ უკრაინას საკუთარ პილოტებს გაწვრთნის. გრეჰემმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა უკრაინას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ადრე გამოიყენოს ის F-16-ები, რომლებიც უნდა მიიღოს. სხვა საკითხია, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ვეტერანები, რომელთაც უკრაინული შეთავაზების მიღებას თავაზობდა, საბრძოლო მისიებში მონაწილეობას მიიღებდნენ თუ არა. ეს შეიძლება არასდროს გახდეს ცნობილი.
რაც არ უნდა იყოს თუ უკრაინის ახალი საჰაერო დანაყოფის შესახებ ინფორმაცია მართალია, ამას შეიძლება უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს უკრაინის ომის მომავალზე და რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობაზე. დარჩით ჩვენთან, რადგან მალე განვიხილოთ, როგორი შეიძლება იყოს ეს გავლენა. მანამდე კი ამ ამბავში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში უკრაინა ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის. ეხლა United 24 მედია სტატიაში ფრანგული სკანდალური ანგარიშის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იური იგნატი უკვე გამოვიდა და თითქოს უარ ონტკიცებები იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი და ამერიკელი პილოტები უკრაინაში დაფრინავენ. გუშინ საღამოს ფრანგულმა გამოცემა Intelligence Online-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შექმნა საიდუმლო F-16 ესკადრილია, რომელიც შედგება უკრაინელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი პილოტებისგან. და რა თქმა უნდა, ესკადრილიას ტომ კრუზი ხელმძღვანელობს, იხუმრა იგნატმა. ანუ ესე იგი, ყველაფერი ამით მთავრდება. ეს ამბავი არაფერს ნიშნავს, ხომ ასეა? თუმცა აუცილებელი არ არის ასე იყოს. გახსოვდეთ, რომ ეს წესით პილოტების საიდუმლო დანაყოფი უნდა იყოს. და საიდუმლოს შენახვის პირველი წესი ისაა, რომ არ უნდა დაიწყოთ ლაპარაკი, როცა ვინმე იწყებს საუბარს იმაზე, რა შეიძლება იყოს ეს საიდუმლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგნატი შეიძლება უარყოფდეს დანაყოფის არსებობას, სწორედ იმიტომ, რომ ის მართლაც არსებობს და უნდა რომ რუსეთი ვერ მიაგნოს კვალს. რაც შეეხება მიზეზს, შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. უკრაინა შეიძლება არ სურდეს, რომ პუტინმა ნამდვილად გაიგოს, რამდენად დიდ დახმარებას იღებს დასავლელი ვეტერანი მფრინავებისგან. იქნება ეს წორთნებში თუ უშუალოდ საბრძოლო მისიებში. ამ მფრინავებს შეიძლება ასევე ეშინოდეთ ესკალაციის, რომელიც მათ ქვეყნებს შეეხება, თუნდაც ისინი დაქირავებულები იყვნენ. ამიტომაც შეიძლება უკრაინისთვის უთხოვიათ, არ გაემჟღავნებინა მათი მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ თავარი ისაა, რომ არ შეგვიძლია აუცილებლად ვიფიქროთ, თითქოს საიდუმლო დანაყოფის არსებობის უარყოფა ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ანუ, ეს ხომ საიდუმლო დანაყოფია, მისი არსებობა უნდა უარყო. რაც შეეხება მეორე ასპექტს, დაახლოებით იმავე დროს, როცა უკრაინის საიდუმლო საჰაერო დანაყოფის ამბავი გავრცელდა, რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური რაკეტებისა და დრონების იერიში მიიტანა უკრაინაზე. United 24 მედია იუთხებოდა ამ იერიშზე და აღნიშნავდა, რომ უკრაინა მოახერხა თავისი F-16-ების მასობრივ დრონებზე მონადირეებად გადაქცევა, როდესაც გამოიყენეს APKWS-2 მართვადი რაკეტები, იმისთვის, რომ გაენადგურებინათ რუსეთის მიერ ქვეყანაში გაშვებული უპილოტოების უმეტესობა. საერთო ჯამში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა 400,125 სამიზნიდან 79-2-ის განადგურება ან ჩახშობა, იმ იერიშის დროს, რომელიც 16 თებერვლის ღამესა და 17 თებერვლის დილის დილას შორის განხორციელდა. დამხობილი ჭურვებიდან იყო რუსეთის 367 დრონი, 20 KH-101 ფთოსანი რაკეტა, 4 ისკანდერ-K ფთოსანი რაკეტა და 1 KH-49 ან KH-69 მართვადი საჰაერო რაკეტა. ვინც ახსოვს ევთის შემთხვევითი ფრაზა, რომელიც ვიდეოში ადრე ვთქვით, შეიძლება ყური მიუგდო, როცა ახლახან KH-101 ვახსენეთ. რატომ? სულ რამდენიმე წუთის წინ გითხარით, რომ უკრაინის უცხოელი მფრინავების დანაყოფი მონაწილეობს ოპერაციებში, სადაც ისინი სწორედ ამ ტიპის რაკეტებს აგდებენ, როგორც Intelligence Online-ის ანგარიშია ნათქვამი. ამიტომ კიდევ ერთხელ საჭიროა დავსვათ კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს. ამ კითხვებს შორის მთავარი და ყველაზე აშკარაა. იყო თუ არა ჰოლანდიელი ან ამერიკელი პილოტები ცაში 16 თებერვლის ღამეს? თუ მართლაც იყვნენ, უკრაინა ამას არასდროს დაადასტურებდა. მოდით ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე, რაც უკრაინის ტერიტორიის ამ დაცვას განსაკუთრებულს ხდის. APKWS ორი ტიპის რაკეტების გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო აქვს. როგორც Army Technology აღნიშნავს, ეს საბრძოლო მასალები შეიძლება გაუშვან როგორც ვერტმფრენებიდან, ასევე ფიქსირებული ფრთის მქონე და უპილოტო პლატფორმებიდან. ამიტომ მიცით, რომ უკრაინის F-16-ები სავარაუდოდ თავსებადია მათთან. ეს რაკეტები ციაფია, თითო ერთეულის ფასი დაახლოებით 30,000-დან 35,000 დოლარამდეა. ისინი დაახლოებით იმავე ფასად ჯდება, როგორც რუსეთის შაჰიდის დრონები, რაც მათ იდეალურს ხდის რუსეთის მასიურ დრონულ თავდასხმებთან გასამკლავებლად. უკრაინა რა თქმა უნდა ისურვებდა, რომ ეს რაკეტები კიდევ უფრო იაფი ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი ფასი მაინც ჯობს, ვიდრე $100,000 დახარჯვა უფრო მოწინავე რაკეტებზე დრონების გასანადგურებლად. თუმცა ამ კონკრეტული იარაღის მართლაც საინტერესო ასპექტი ის კადრებია, რომელიც უკრაინის გენერალურმა შტაბმა X-ზე გაავრცელა და სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ F-16-ები დათმობს მასიური რუსული შეტევის დროს. დაახლოებით მე-19 წამზე ვხედავთ, როგორ აფიქსირებს სამიზნე სისტემას, რომელიც როგორც ჩანს რუსული დრონია და რამდენიმე წამში ის ნადგურდება, შედარებით ნელა მოძრავი ჭურვით, რომელსაც ყველა ფრენის მახასიათებელი აქვს APKWS-2-ისთვის. მაგრამ ეს ყველაზე საინტერესო ნაწილი არ არის. United 24 მედიის ახსნას მოусმინოთ. დარტმა როგორც ჩანს, ჩაწერილია ANAAQ-3013 სნაიპერის მოწინავე სამიზნე პოდით, რომის ეკრანული ინტერფეისიც ძალიან გავს იმას, რაც გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს. თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნაჩვენებია მხოლოდ ეკრანის ცენტრალური ნაწილი. ეხლა თუ თქვენი ყურები გამოფხიზლდა, როცა ადრე ვახსენეთ, რომ KH-101 რაკეტები უკრაინის გამანადგურებლებმა გაანადგურეს რუსეთის საჰაერო იერიშის დროს, ეხლა ისინი თითქმის მოგდურებათ. სნაიპერის მოწინავე სამიზნე პოდი.
ზუსტად ის ტიპის პოდი, რომლის გამოყენებაშიც როგორც Intelligence Online-ის ანგარიში ამტკიცებს, უკრაინას ჰოლანდიელი და ამერიკელი პილოტები ეხმარებიან იმავე ტიპის სიტუაციებში, როგორშიც უკრაინა აღმოჩნდა 16 და 17 თებერვლის ღამეს. და თქმა უნდა, ეს შორსა ოფიციალური დადასტურებისგან, რომ ეგრეთ წოდებული საიდუმლო უცხოური საჰაერო დანაყოფი მონაწილეობდა ამ ბოლო თავდასხმის მოგერიებაში. მაგრამ მაინც ირიბი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, მატულობს. ასე რომ შეიძლება ის დანაყოფი, რომლის არსებობასაც უკრაინა უარყოფს, სინამდვილეში ძალიან რეალურია და ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ფრანგული ანგარიში ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ დეტალების დიდი ნაწილი საიდუმლოდ რჩება, ამ დანაყოფის არსებობას აშკარა გავლენა ექნება უკრაინის ომზე, თუ Intelligence Online-ის ანგარიში სიმართლე აღმოჩნდება. რუსეთი მაგალითად ძალიან გაბრაზდება. თუმცა სინამდვილეში უკვე გაბრაზებულია. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS უკვე ავრცელებს კომენტარებს რუსი პროპაგანდისტებისგან, რომლებიც ამბობენ იმას, რის თმაც ვლადიმერ პუტინს საჯარო დეშინია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკვე ირონიული პასუხი გასცა იმ ამბავს, რომ შესაძლოა ჰოლანდიელი პილოტები უკრაინაში დაფრინავდნენ. ჯერ ჰააგამ კიევს 24 ჩამოწერილი F-16 ტიპის გამანადგურებელი გადასცა. ახლა კი ჩანს, რომ ჩამოწერილ პილოტებსაც მიაკუთვნეს ჩამოწერილი ტექნიკის სიას. სავარაუდოდ შემდეგი განვითარება იქნება ამპლო პილოტების ჩამოგდება. ეს არის ჰოლანდიური პრაგმატიზმის მკაფიო მაგალითი, განაცხადა ზახაროვამ. თითქოს ვერ ამჩნევს იმას, რომ უკრაინას 2025 წლის ივნისის შემდეგ არც ერთი F-16 არ დაუკარგავს. რაც ნამდვილად არ მეტყველებს რუსეთის წარმატებულ გამოცდილებაზე თვითფრინავების ჩამოგდებაში. უკრაინა სულ უფრო უკეთესად მართავს თვითფრინავებს და ის ჰოლანდიელმა პილოტებმაც ძალიან კარგად იციან. მოგვიანებით სპიკერის ირონია აშკარა ფარისელობაში გადაიზარდა, როცა დაამატა. გვინდა ყველა შევახსენოთ, რომ დაქირავებული მებრძოლები საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ არიან. ისინი ჟენევის კონვენციებით არ არიან დაცულნი. მართლა? ანუ მართლა რუსეთო? ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში და მთელ მსოფლიოში მთელი დაქირავებული სამხედრო ჯგუფები ყავს, ახლა საერთაშორისო სამართალზე ალაპარაკდა. იგივე ქვეყანა, რომელზეც ცნობილია, რომ 2026 წლის დასაწყისისთვის მინიმუმ 18,000 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი ყავს და სავარაუდოდ ეს რიცხვი ბევრად მეტია. თუ რუსეთი ამ არგუმენტზე აპირებს დაყრდნობას, ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ამ ფეხს არც მუხლი აქვს, არც კოჭი, არც წვივის ძვალი. ფაქტობრივად რუსეთს დასაყრდენი ფეხი არ აქვს და მასაც ყავს დაქირავებულები. გულისხმობ იმას, რომ უკრაინის ბრალი არ არის, რომ ის თავის უცხოელ მებრძოლებს ბევრად უკეთ იყენებს, ვიდრე ოდესმე რუსეთს გამოუყენებია. და ალბათ ამ ამბის უფრო შემაშფოთებელი ასპექტი, სულ მცირე ნატოსთვის, ის არის, რომ ეს ეგრეთ წოდებული საიდუმლო პილოტები ნიდერლანდებიდან და ASS-დან არიან, ორივე კი ნატოს წევრი ქვეყანაა. თუ გვერდზე გადავდებთ იმას, რომ პილოტები როგორც იუწყებიან, ვეტერანები არიან და აღარ მსახურობენ, რუსეთმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოს ნებისმიერი ძალა უკრაინაში მისთვის წითელი ხაზია, რაც მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს. ნატოს მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნის პერსპექტივაც კი მიუღებელია რუსეთისთვის. როგორც ბირთვული განიარაღების კამპანია აღნიშნავს, როგორც საფრანგეთმა, ისე დიდმა ბრიტანეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინაში სამხედრო ძალებს განათავსებენ სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად, რამაც რუსეთის მყისიერი რეაქცია გამოიწვია. რუსეთმა განაცხადა, რომ ნებისმიერი უცხოური ჯარი, ბაზა, სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, პირდაპირ უცხოური ჩარევის მტკიცებულებად ჩაითვლება და შესაბამისად ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილება. რუსეთი, როგორც ჩანს, ჰოლანდიელ და ამერიკელ პილოტებს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით უკრაინაში დაფრინავენ, ანალოგიურად განიხილავს. თუმცა რას ნიშნავს ეს ესკალაციის თვალსაზრით, ჯერ კიდევ გასარკვევია. პირველ რიგში მთელი ეს ანგარიში, რაზეც ეს ყველაფერი დაფუძნებულია, დამოუკიდებლად არ დადასტურებულა და უკრაინა ნამდვილად არ დაადასტურებს, რომ ეს სიმართლეა. რუსეთს არ აქვს წარმოდგენა, არიან თუ არა უცხოელი პილოტები უკრაინის ცაზე. და თუნდაც თუ არიან, ის პილოტები, როგორც ჩანს, ძალიან ფრთხილად არიან მართული, რომ უპილოტო აპარატები და რაკეტები გაანადგურონ, გარდა იმისა, რომ უკრაინის ძალებს ასწავლიან, როგორ გამოიყენონ უკეთესად თავიანთი F-16-ები. ასე რომ თუ შემთხვევით რუსეთი უკრაინაში ჰოლანდიელ ან ამერიკელ პილოტს მოკლოს, შეიძლება ნატოსგან ისეთი ძლიერი პასუხი მიიღოს, როგორიც თავად რუსეთი იმუქრება, თუ ნატო ოფიციალურად შევაუგრა უკრაინაში. და საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხმებია. როგორც გამოცემა The Aviation-ის აღნიშნავს, დასავლელი პილოტების უკრაინაში ფრენასთან დაკავშირებული ხმები დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ეს არის ყველაზე ახლო მომენტი, რაც დადასტურებასთან მივედით ამ დრომდე, მაგრამ მაინც ვსაუბრობთ დაუდასტურებელ ცნობაზე, რომელსაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს. და ამ ეტაპზე ეს ცნობები დაუდასტურებლად უნდა ჩაითვალოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას რუსეთისთვის. შეიძლება ისროლოს ყველა მუქარა რაც უნდა, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ეს მუქარები ნატოსთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. და ირონიულად, რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინა თითქოს სიხარულით სარგებლობს იმავე დეზინფორმაციის ტაქტიკებით რუსეთის წინააღმდეგ, რასაც პუტინი იყენებს დანარჩენი მსოფლიოს მოსატყუებლად. არის თუ არა ჰოლანდიელი და ამერიკელი პილოტები უკრაინაში, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ხმებია? რუსეთი ამას ვერასდროს გაიგებს, რადგან უკრაინა ბევრად უკეთესად ინახავს საიდუმლოებებს. ის არ აპირებს ანჯერად საიდუმლოს გამხელას.
რუსეთის დრონების შორს და ნელა დაფრინავენ. ისინი საშიშები არიან და უკრაინისთვის უკიდურესად რთულია მათი ჩამოგდება იმავე საჰაერო ძალებით, რომელსაც გამოიყენებდა ისეთი რაკეტების გასანადგურებლად, როგორიცაა F-16. აი რატომ არის ასე დაუჯერებელი ის, რაც F-მა უკრაინულმა F-16-ის პილოტმა ახლახან გააკეთა. ამ პილოტმა დრონი მკრისიერად გაანადგურა იარაღით, რომლის გამოყენებამაც მას დიდი რისკის გაწევა მოუხდა. და აი საუკეთესო ნაწილი, ეს ყველაფერი კამერაზეა დაფიქსირებული. უყურეთ, როგორ აკეთებს უკრაინის პილოტი დაუჯერებელს და ჩვენ აგიხსნით, რატომ იყო ეს გასროლა ბევრად უფრო რთული ვიდრე ჩანს. დავიწყოთ ჩამოგდებით. 8 თებერვალს ეს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეო მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ გვაჩვენებს ყველაფერს, რაც გვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინის F-16-ის პილოტმა მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. რუსული გერანორის დრონი ჩანს ცაში, რომელსაც მიწიდან ადამიანები იღებენ. ჰაერში დამახასიათებელი ბზუილი ისმის. დრონი მიზნისკენ მიემართება და ჩანს, რომ მის შესაჩერებლად არაფერი ჩანს. შემდეგ, ბუმ, დრონი ცეცხლში აფეთქდება. ვიდეოს გადამღები ადამიანი წამით უკან იხევს. აფეთქების მასშტაბით შოკირებულია. მაგრამ ისინი ახერხებენ კამერა ისევ ცისკენ მიმართონ იმდენ ხანს, რომ დაინახონ, რამაც ეს ზიანი გამოიწვია. უკრაინული F-16 გადაუფრენს, როცა დრონის დამსხვრეული პატარა ნაწილები მიწაზე ეცემა. ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ დარტმის შესახებ მეტი დეტალი მალევე გახდა ცნობილი. The Aviationist იყო ერთ-ერთი რამდენიმე გამოცემიდან, რომელმაც დრონი რუსულ გერანორიად გამოავლინა, რომელიც ირანულ შაჰი და 136-ზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ ეს სწორედ ის ტიპის დრონია, რომელსაც რუსეთი ინტენსიურ შორი მოქმედების სტრატეგიაში იყენებს. მხოლოდ იანვარში ვიხილეთ, როგორ გაუშვა მან უკრაინისკენ 6000-ზე მეტი საბრძოლო დრონი. რაც შეეხება F-16-ის მიიჩნევა, რომ მას უკრაინის 107 ცალკეული საავიაციო ფრთისწევრი მართავდა. ვიდეოში ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს, მაგრამ რეალურად რუსული გერანორიის ჩამოგდება წარმოუდგენლად რთული იყო. და ჩვენ აგიხსნით, რატომ იყო ასე. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ სიჩქარის ფაქტორი. F-16-ები უზარმაზარი სიჩქარით გადაადგილდებიან, რაც ბევრად აღემატება რუსეთის გრძელდისტანციური დრონების შესაძლებლობებს. ეს თავიდანვე ქმნის დიდ რისკს. როგორც Kiev Post აღნიშნავს, ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი შეტაკებები, როგორიც ახლა კამერაზე დაფიქსირდა, უკიდურესად სახიფათოა, რადგან ყველაზე მცირე შეცდომაც კი კატასტროფამდე შეიძლება მივიდეს. ეს ასეა მაშინაც კი, როცა ერთი F-16 უპირისპირდება ერთ გერან 2-ს. F-16-ის შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს მახორის სიმაღლეზე, რაც დაახლოებით 1500 მილი/საათია. ვიდეოში ნაჩვენები თვითფრინავი შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, რათა რუსეთის დრონს დაპირისპირებოდა, რაც თავისთავად რისკიანია, ამიტომ სავარაუდოდ ის მაქსიმალურ სიჩქარეზე ნელა დაფრინავდა. თუმცა შეგვიძლია უსაფრთხოდ ვივარაუდოთ, რომ უკრაინის F-16 რამდენიმე ასეულ მილი/საათში მოძრაობდა, შესაძლოა ბგერის ბარიერიც კი გადალახა, რათა რუსეთის დრონამდე მისულიყო. მეორე მხრივ, გერანორიის საკრუიზო სიჩქარე დაახლოებით 180 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 101 მილი/საათში. თუმცა ასევე არსებობს დრონის რეაქტიული ვერსიებიც, რომელთა სიჩქარესაც რუსეთის მტკიცებით შეუძლია 800 კილომეტр/საათში, ანუ თითქმის 500 მილი/საათში მიაღწიოს. თუ გადაღებული დრონი ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი იყო, ის თითქმის დარწმუნებით ამ სიჩქარესთან ახლოსაც კი არ მოძრაობდა. ან დაბალ სიმაღლეზე ის სწრაფად გადაუვლიდა დამკვირვებლებს თავზე. მოდით ვივარაუდოთ, რომ კადრში არსებული გერან 2 მისი ნელი ვერსია იყო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ გამოიყენა საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია გერან 2-ზე თითქმის 20-ჯერ მეტი სიჩქარით ფრენა, რათა გაინადგურებინა დრონი. ეს იგივეა, რაც ოლიმპიური დონის მორბენალი შეეჯიბროს ადამიანს, რომელიც უკუღმა და ბანდაჟით თვალებზე დარბის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირატესობად ჩანს, სინამდვილეში ასე არ არის. დიახ, უკრაინის F-16-ის პილოტს შეეძლო გაეშვა ძვირადღირებული რაკეტა, მაგალითად AM-9 Sidewinderi, მაგრამ ეს რაკეტა თითქმის $400,000 ღირს, ვერსიის მიხედვით. ამიტომ ეს არ არის იდეალური არჩევანი დრონის გასანადგურებლად, რომელიც რუსეთს დაახლოებით 20-დან $50,000-მდე უჯდება. ასე რომ აქ არ ყოფილა გაასროლე და დაივიწყა ტიპის შეტევა. უკრაინის F-16-ის პილოტმა სხვა იარაღი გამოიყენა და ახლავე განვიხილოთ, რატომ გაზარდა ამ იარაღმა რისკი. თუმცა ამ იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენს ანალოგიაში ოლიმპიელი სპორტსმენი ბრმა უკუღმა მორბენალის წინააღმდეგ ახალი ელემენტი ჩნდება. ახლა ოლიმპიელს მორბენალი პირდაპირ წინ უდგას. მათი ამოცანაა, როგორმე გაანეიტრალონ მორბენალი ისე, რომ არ შეეჯახონ მას და ერთადერთი რაც აქვთ არის იარაღი, მაშინ როცა წარმოუდგენელი სისწრაფით მირბიან. ეს გავს იმას, რაც კადრებში ვნახეთ. უკრაინის პილოტი ასეთი სისწრაფით იმოძრავებდა დრონთან შედარებით, ან როცა გასროლისთვის ემზადებოდა. ერთი შეცდომით გასროლა ან ერთი არასწორი გამოთვლა კატასტროფას გამოიწვევდა. შეჯახება შეიძლებოდა მომხდარიყო. და თუ ასე მოხდებოდა, გერან 2-ის მიერ გამოწვეული აფეთქება, რომელიც თვითონ დრონზე ორჯერ დიდი იყო, F-16-ის პილოტს მთლიანად მოიცავდა. იმ პილოტს პირველივე ცდაზე უნდა გაიგეთებინა ყველაფერი სწორად. და გვერდსმუნეთ, როცა ამბობთ, რომ არჩეული იარაღი ამ ამოცანას არ ამარტივებდა, ეს იარაღი რაკეტა არისო, როგორც ადრე ვახსენეთ. The Aviationist-ის ინფორმაციით, უკრაინელმა პილოტმა თავისი F-16-ის M61 ვოლკანის ქვემეხი გამოიყენა რუსული დრონის გასანადგურებლად. ეს იარაღი ნამდვილად ცუდი არ არის. მას შეუძლია 20 მიანი ვაზნების სროლა წუთში 6000-ის სიჩქარით, რაც სრულიად საკმარისია შაჰიდის ტიპის დრონის გასანადგურებლად, თუ ვაზნები მიზანს მოხდება.
მაგრამ მიზანში მოხვედრა მთავარი გამოწვევა. ქვემეხის გამოყენება უფრო ეკონომიურია ვიდრე რაკეტის, მაგრამ ამასთან ერთად პილოტს უწევს დაბლა ფრენა და ნელა მოდრავს ამიზნეს, რაც შეიძლება სწრაფად შეუტიოს, რაც დამატებით რისკებს ქმნის. ქვემეხის ეფექტური სროლის მანძილი სულ რაღაც 600 მეტრია, ანუ ოდნავ ნაკლებია ვიდრე 2000 ფუტი, როგორც War History Online იწერს. ეს ნიშნავს, რომ F-16-ის, რომელიც მოძრაობს მახის 2 სიჩქარით, მოუწევს რუსეთის დრონთან ძალიან ახლოს მისვლა, რათა ქვემეხის გამოყენება შესაძლებელი გახდეს. მაქსიმალურ ეფექტურ მანძილზე მისვლისას F-16 მოძრაობს წამში 2200 ფუტის სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ ამ მანძილს ერთ წამზე ნაკლებ დროში დაფარავს. ეს არის ის დრო, რაც უკრაინელ პილოტს ჰქონდა, რომ ესროლა და თავი აერიდებინა რუსეთის დრონისთვის, თუ ვივარაუდეთ, რომ ისინი მაქსიმალურ სიჩქარეზე მიფრინავდნენ. და თუნდაც სიჩქარე გავანახევროთ, ელთიმდე პილოტს მაინც ექნება 2 წამზე ნაკლები დრო, რომ ზუსტად გააკეთოს სასიკვდილო გასროლა, სანამ F-16-ის და დრონს შეჯახების შანსი გაუჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა, შენი ქვემეხი წამში 100 ტყვიას ისვრის თუ არა, ეს ტყვიები მიზანში არ ხვდება. დროთა განმავლობაში კატასტროფა გარდაუვალია. ან როგორც გამოცემა The Aviationist წერს, ეს ბევრად უფრო მაღალ რისკს წარმოადგენს, ვიდრე ჰაერი კლასის რაკეტის დისტანციური გაშვება. თუ წარმატებით შესრულდა, ეს ძალიან ეფექტურია, მაგრამ თუ შეცდომა დაუშვეს, შეიძლება სწრაფად დაიკარგოს, როგორც თვითმფრინავი, ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი მაღალკვალიფიციური პილოტი. ამ დროისთვის ალბათ უკვე წარმოიდგინეთ, რამდენად ნიჭიერი უნდა იყვნენ უკრაინის F-16-ის პილოტები, რომ მსგავსი წარმატება მოიპოვონ, როგორც ახლახანს ვნახეთ და ამასაც მალე მიუბრუნდებით. შენ განვიხილავთ ამ ყველაფერში არსებულ უცნაურ ირონიას, ასევე კიდევ ერთ რისკს, რომელსაც უკრაინის F-16-ის პილოტი ირონიის მხრივ წააცდა. ის ფაქტორი, რაც F-16-ის ასე ეფექტურს ხდის, როგორც გამანადგურებელ თვითმფრინავს, ტრადიციული საფრთხეების, მაგალითად რაკეტებისა და სხვა საჰაერო აპარატების წინააღმდეგ, სწორედ ის არის, რაც ამ თვითმფრინავის გამოყენებას დრონების წინააღმდეგ ასეთ სარისკოს ხდის. როგორც national interest არნიშნავს, ზევგერითი სიჩქარე აუნჯობესებს F-16-ის ჩადრის შესაძლებლობას. თუმცა, ეს შესაძლებლობა შექმნილი იყო სწრაფად მოძრავი თვითმფრინავებისა და რაკეტების დასაწევად და არა დრონებთან გასამგლავებლად. სიჩქარე, რომელიც F-16-ის საშუალებას აძლევს დაეწიოს ერთი ტიპის იარაღს, შეიძლება გამოიწვიოს იმგვარი საჰაერო შეჯახებები, რაზეც ადრე ვახსენეთ და სავარაუდოდ ასეც მოხდა. უკრაინამ უკვე დააკარგა F-16-ები დრონებზე თავდასხმებისას. 2025 წლის მაისისთვის უკრაინის 3 F-16 ჩამოარდა, ხოლო ბოლო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი აქტიურად ესროდა საჰაერო სამიზნეებს, თავისი M6 ქვემეხით. სტატიაში, სადაც ამ ინციდენტს განიხილავდა, სამხედრო ექსპერტი უეს ოდონელი ამბობს, რომ სავარაუდოდ F-16 ცდილობდა ან ფთოსანი რაკეტების, ან შემომავალი დრონების ჩამოგდებას. მან შეძლო 4 სამიზნიდან 3-ის ჩამოგდება, სანამ ბორცზე საგანგებო სიტუაცია განვითარდებოდა. F-16 ჩამოარდა. საბედნიეროდ პილოტმა მოახერხა კატაპულტირება დროულად, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი დასახლებულ ტერიტორიებს მოაშორა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ეხლა ჩვენ არ ვიცით, თუ პილოტის მიერ თავისი M61-ით გასანადგურებლად დამიზნებული სამიზნეებიდან რომელიმე F-16-ს მოხდა. ასევე შეიძლებოდა მექანიკური გაუმართავებაც მომხდარიყო. შესაძლოა ისიც კი, რომ პილოტს ანც ამდენი მოbrunება და მანევრირება მოუწია ნელი სამიზნეების გამო. მაგრამ თავარი ისაა, რომ F-16-ის პილოტს, რომელმაც თებერვალში ასეთი შთამბეჭდავი მანევრი შეასრულა, კარგად ესმოდა, რამდენად საშიში იყო მისი ქმედება. მანამდე უკვე ენახათ, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი კატასტროფით დასრულებულიყო, მაგრამ მაინც გარისკეს და ეს რისკი გაამართლა. ამ რისკის თავზე კიდევ ერთი მძიმე დეტალი ის იყო, რომ უკრაინის F-16-ის პილოტს, როცა რუსეთის დრონს უახლოვდებოდა, შესაძლოა კიდევ ერთი საფიქრალი ჰქონოდა. The Aviationist-ის ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო 9 K-323 ვერბა ტიპის პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების დამატება თავის გერანდის დრონებზე. ეს მაშინ გაირკვა, როცა უკრაინაში მიწაზე დაუზიანებელი დრონი დაეშვა და გამოჩნდა, რომ პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები გერანდ 2-ის ზედა ნაწილზე იყო დამონტაჟებული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი აღჭურვილი იყო საბჭოთა პერიოდის R-60 ტიპის ინფრაწითელი დამიზნების მოკლე რადიუსის საჰაერო რაკეტით, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გაუშვონ მისკენ მომავალი რაკეტების ან თვითმფრინავების წინააღმდეგ. ჩვენ არ ვიცით, რამდენჯერად 2-ის აქვს ეს პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ასევე არ ვიცით, ქონდა თუ არა ასეთი ის დრონი, რომელიც ახლახან უკრაინელმა პილოტმა ჩამოაგდო, რადგან ვიდეოში მხოლოდ დრონის ქვედა მხარე ჩანს. რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ რუსეთი იყენებს თავისი გრძელდისტანციური დრონის ამ მოდიფიცირებულ ვერსიას. ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე ზოგიერთი ჯერანდ 2-ის ახლა უკვე შეუძლია ცეცხლი გაუხსნას შემომავალ F-16-ებს, რისკი რისკზე ემატება. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, უკრაინას განსაკუთრებული პილოტები სჭირდება. კარგი ამბავი ისაა, როგორც კადრებში ვნახეთ, რომ განსაკუთრებული პილოტები სწორედ ისაა, რაც უკრაინას ჰყავს. უკრაინამ თავისი პილოტების F-16-ის გამოყენებაზე წორთნა ჯერ კიდევ იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე პირველი გამანადგურებელი თვითმფრინავები ქვეყანაში ჩამოვიდოდა 2023 წლის დეკემბერში. Forces News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი საბრძოლო პილოტები გაერთიანებული სამეფო საჰაერო ძალებთან, ანუ RAF-თან ერთად გადიოდნენ წორთნას და RAF-ის პროგრამის დასრულების შემდეგ დამატებით წორთნებზე გადავიდნენ. პირველ ჯგუფში 6 პილოტი შედიოდა, ხოლო მოგვიანებით კიდევ ბევრი შეუერთდა. და მათ ორმაგი სირთულე ჰქონდათ. ერთის მხრივ უნდა ესწავლათ F-16-ის მართვა, მას შემდეგ რაც მთელი კარიერა საბჭოთა ეპოქის რუსულ თვითმფრინავებზე ჰქონდათ გატარებული და მეორეს მხრივ უნდა დაეუფლათ ავიაციისთვის სპეციფიკური ინგლისური ენა, რომელიც F-16-ის ეფექტურად გამოყენებისთვის სჭირდებოდათ.
კიდევ 10 პილოტმა დაასრულა ენის კურსი, მაგრამ დარჩნენ დიდ ბრიტანეთში, რათა გაეგრძელებინათ საბრძოლო მომზადება და შეესწავლათ სხვა მრავალი უნარი, მათ შორის ცენტრიფუგის ტრენინგი და ავიაციური მედიცინა. უკვე მაშინაც კი უკრაინის პილოტები თავიანთ საოცარ უნარებს ამჟღავნებდნენ. ამ პირველი მოსწავლეების შესახებ საუბრისას საჰაერო ძალების მთავარი მარშალი სერ რიჩარდ ნაიტონი, რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსია, მაგრამ იყო საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, როდესაც უკრაინის პილოტებმა დაიწყეს მომზადება, განსაკუთრებულად აქებდა მათ. მიუთითა The Fuse, რაც დიდ ბრიტანეთში გამოიყენება წარსული თაობის ნიჭიერი პილოტების აღსაწერად, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ლუფტვაფეს წინააღმდეგ იბრძოლეს. ნაიტონმა თქვა: ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ თქვენ აქ, დიდ ბრიტანეთში, მიგირეთ და გამოგვიწურთნიათ. თქვენ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩვენზე, თქვენი სწავლის სურვილით, мотивაციით, პროფესიონალიზმით, სიმამაცით და თქვენი საქმისადმი სრული ერთგულებით. ცხადია, რომ უკრაინის პილოტებს თავიდანვე ჰქონდათ ყველაფერი საჭირო F-16-ისთვის. თუმცა რაც უკრაინაში პირველი F-16-ების 2024 წლის აგვისტოში ჩასვლის შემდეგ ვიხილეთ, აჩვენებს, რომ მის პილოტებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე უბრალოდ ის გამოიყენონ, რაც ისწავლეს. ისინი ამ ცოდნას ავითარებენ, ინოვაციებს ახორციელებენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ F-16-ის იყენებენ ისეთი გზებით, როგორცაც არავინ წარმოიდგენდა. 2025 წლის იანვრისთვის უკრაინის F-16-ის პილოტები ძალიან მოკლე დროში საგრძნობლად უკეთესები გახდნენ. იმ თვეში ქვეყნის ერთ-ერთმა პილოტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ერთ მისიონზე რუსეთის 6 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. ამ მიღწევას ცოტა კონტექსტი მივცეთ. F-16 2024 წელს 50 წლის გახდა. ეს შორსა ახალი თვითმფრინავისგან და ეს ასაკიც ნიშნავს, რომ ნახევარი საუკუნეა, რაც პილოტს შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც უკრაინის პილოტმა გააკეთა 2025 წლის იანვარში, მაგრამ ამას აქამდე არავინ შეეძლო. სანამ უკრაინის ავიატორებმა დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავი არ მიიღეს ხელში, ASHS-ში საჰაერო ძალების ვეტერანი ჯონ ვენობლი სწრაფადვე გამოეხმაურა, თუ რამდენად შთამბეჭდავი იყო ეს და აღნიშნა, რომ უკრაინის პილოტებმა უკვე დაიწყეს დასავლური წვრთნის შორტნის შერწყმა ცივი ომის უნარებთან, რათა შეექმნათ ფრენის ახალი სტილი, რომლისგანაც დასავლეთმა უნდა ისწავლოს. თქვენი უნარი რეალურად ძალიან დაბლა იფრინოთ მანამ, სანამ არ დაგჭირდებათ თავი გამოაჩინოთ საბრძოლო მასალის ჩამოსაგდებად, ან სხვა თვითმფრინავის ჩამოსაგდებად. ამ უნარების ათვისება სულაც არ არის ადვილი. ვენაბლიმ ასე შეაფასა უკრაინელი პილოტების ტექნიკა და დაამატა, ამას დრო სჭირდება. ამ პროცესში კი კარგავ ბევრ თვითმფრინავს, კარგავ ბევრ პილოტს მიწასთან შეჯახების გამო. ეს ცივი ომის დროინდელი ტაქტიკებია და როგორც ვენაბლი არნიშნავს, უკრაინამ ისინი უკვე აითვისა. და ASHS-საც კარგი იქნებოდა იგივე გაეკეთებინა და დაეწყო იმ სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც 1990-იან წლებში მიატოვა. ხოლო ერთ წელზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა, რომ სტუდენტები მასწავლებლებად ქცეულიყვნენ, როცა საქმე F-16-ის გამოყენებას შეეხო. მეტი ჯერ კიდევ წინ იყო. ვენაბლის კომენტარებიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა აჩვენებდა, რომ F-16-თან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინოვაციას ახერხებდა. ამ წლის დასაწყისისთვის უკრაინის პილოტებმა ფრონტის წინახაზზე ბრძოლებში NATO სტანდარტული მეთოდების უმეტესობა გვერდზე გადადეს. ერთ-ერთმა პილოტმა ახსნა მიზეზი და თქვა, როდესაც ვარჯიშიდან სახლში დავბრუნდით, რეალობას შევეჯახეთ. ტაქტიკა როლიდნე სულად არ შეესაბამებოდა იმ ომს, რომელსაც ჩვენ ვიბრძვით. რადგან ეს ტაქტიკები დაფუძნებულია ომებზე, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს წარსულში ჰქონდათ, ხოლო ეს ომი ფუნდამენტურად განსხვავებულია. სირთულე, რომელსაც უკრაინა წააწოდა, ის იყო, რომ NATO სტანდარტული მეთოდები მთლიანად ეფუძნება საჰაერო უპირატესობის შექმნას, როგორც რაოდენობის, ასევე უნარის კომბინაციით. უკრაინას ამ უნარების საკმარისი რაოდენობა აქვს, მაგრამ რაოდენობა არ ყოფნის, რომ ეს რუსეთში გააკეთოს. ამიტომ მისმა პილოტებმა კიდევ ერთხელ მოერგნენ სიტუაციას. მათ თავიდან გადახედეს ყველაფერს, რაც თავდაპირველად ისწავლეს ამერიკულ საჰაერო პლატფორმაზე. როგორ გაანადგურონ ფრთოსანი რაკეტები, როგორ გაანეიტრალონ დრონები, როგორ ებრძოლონ რუსეთს კონტაქტის ხაზებთან ისე, რომ თავი არ დააყენონ საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდების რისკის ქვეშ. ეს ყველაფერი ისაა, რაც უკრაინელმა პილოტებმა თავად უნდა ისწავლონ, რადგან მათი დასავლური მომზადება მხოლოდ საფუძველია და არა მათი ცოდნის საბოლოო და სრულყოფილი წყარო. და ეს გვაბრუნებს კადრებთან. ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ვიდეო, რომელიც თებერვალში ინტერნეტში გავრცელდა, განსაკუთრებული არაფერია. რუსული დრონი F-16-მა ჩამოაგდო. ეს ლოგიკურია. F-16-ები ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე დრონები. მაგრამ მათთვის, ვინც ამ საკითხში ერგვა, ვიდეოში კარგად ჩანს რა ხდის უკრაინელ პილოტებს ასეთ განსაკუთრებულებად. საოცრად შთამბეჭდავია, რომ ასეთ სიჩქარეზე, საპასუხო ცეცხლის საფრთხის პირობებში პილოტს შეუძლია ასეთი გასროლის შესრულება. ისევე შთამბეჭდავია, რომ უკრაინელ პილოტს თავდაპირველადაც კი უწევს დაბალ სიმაღლეზე ფრენა, რათა ეს გასროლა განახორციელოს. იმდენი რამეო, რაც პილოტს ამ ინციდენტის უვნებლად გადალახვისა და კიდევ ერთი რუსული დრონის ჩამოგდებისათვის უნდა გაეკეთებინა, რომ აშკარა, კადრებში ნაჩვენები გასროლა ჩვეულებრივი არ არის. ეს განსაკუთრებულია. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ უკრაინა ამგვარ მოქმედებებს თითქმის მას შემდეგ ახორციელებს, რაც F-16-ები მიიღო. უკვე 2025 წლის სექტემბერში გავრცელდა კადრები, სადაც უკრაინული F-16 შაჰიდის ტიპის დრონს ანადგურებს. ის იმდენად ფართოდ არ გავრცელებულა, როგორც ბოლო ვიდეო, რადგან გულწრფელად რომ თქვათ, რთულია იმის დანახვა, რაც მოხდა. კამერა იხევა და გადამღებმა პირმა ძლივს მოახერხა მომხდარის დაფიქსირება. გარდა ამისა, ჩანს, რომ F-16 ბევრად უფრო მაღალ სიმაღლეზე მოქმედებდა. მაგრამ ყველაფერი ჩანს ვიდეოში, თუ კარგად დააგვირდებით. კიდევ ერთი F-16 მიფრინავს და რუსული დრონი მტრად იქცევა.
უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, F-16-ის ასეთი გამოყენება მტრისთვის ხელში გაჩხერილ ძვალად იქცა. ამ წლის დასაწყისისთვის უკრაინა აცხადებდა, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და შეტევითი დრონების წინააღმდეგ 1000 ჩამოგდება მოახერხა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ჩამოგდებების უმეტესობისთვის საჰაერო რაკეტები გამოიყენეს. ასე უკრაინა მილიონობით დოლარის საბრძოლო მასალას დახარჯავდა. M61 უნდა იყოს მთავარი იარაღი არა მხოლოდ თებერვალში, არამედ თითქმის ყველა შეტაკებაში. უკრაინამ რუსეთის საჰაერო საშუალებების განადგურება ნამდვილი ხელოვნების დონეზე აიყვანა. მისი პილოტები იცნობენ რისკებს, აქ საჭირო უნარები და თებერვალში ერთმა პილოტთაგანმა ამ უნარების დემონსტრირება მოახდინა მოქმედებაში, იშვიათ შემთხვევაში, როცა ისინი გადაირეს იმ საქმის შესრულებისას, რასაც უკვე წელიწადზე მეტი აკეთებენ. ესეთი კიდევ ბერს ვიხილავთ მომავალშიც. უკრაინას დაახლოებით 1 წელიწადი დასჭირდა, რომ 1000 საჰაერო მიზანი გაენადგურებინა. შესაძლოა 2026 წლის ბოლოსთვის 2000-საც მიაღწიოს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ეს თვითმფრინავი და მისი პილოტები უკრაინის თავდაცვისთვის რუსეთის წინააღმდეგ. და თუ ვლადიმირ პუტინს გონია, რომ უკრაინა თავის F-16-ებს მხოლოდ თავდაცვით ოპერაციებში ირენებს, მას კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს. უკრაინამ ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს ამერიკაში წარმოებული გამანადგურებელი თვითმფრინავები მიწაზე ზიანის მისაყენებლად. ჩვენს ვიხილეთ 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც უკრაინამ მირნა რადზე თავდამსხმელი რუსული ძალები მახეში შეიტყვა და შემდეგ მათზე კოორდინირებული კონტრშეტევის ფარგლებში F-16-ები გამოიყენა, რამაც რუსეთს მძიმე დათმა მიაყენა. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მოაწყო უკრაინამ მირნა რადში გამანადგურებელი შეტევა. ჩვენი ვიდეო და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რათა იხილოთ უფრო სიღრმისეული ანალიზები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს უკრაინა დასავლური იარაღს წარმოუდგენელი გზებით. მადლობა ყურებისთვის.